მე უკვე ვიტრაბახე ჩატებში რომ მე რა ვიცოდეთ მეორედ მოვხდი. ეხლა მე განვავითარებ კონსპირაციულად. მოდი ავიღოთ ნაციონალური მოძრაობა. პროპაგანდას ცოტა დაუკომპლექსები ხართ. კარგი, გადავიდეთ საქმეზე. მე და თინას პირადი კონტაქტები არ გვაკავშირებს ესე, მაგრამ რადგან თინას ვადა იწურებოდა ეს შემოთავაზება იყო. არა, სააკაშუმა თუ ვინმეს რამე აჯახა, ეს ვიყავი მე. მოგაწვე. ეს მნიშვნელოვანია, მომაწაკით. ხო არ შეგიშლის ხელს მიშას ნეგატიური რეიტინგი. 2016 წელს მიშასგან წავიდა ყველა ჩემი წარმოდგენით ყველაზე დიდი თავები ვინც კი ყავდა. ანუ მიშა სახელი ქვია. რომ მიშა იღებს ამ გადაწყვეტილებებს. მიშა წვეთს ესე. ნაციონალურ მოძრაობაში ხაბა ბაბუა ჩემი ვერ გადაწყვეტ. პარტიაში იქნება მართვისაბჭო რამდენიმე კაციანი და არ იქნება ერთი თავმჯდომარე. და ნანუკას ფუნქცია რა არის აქ? დინმესთან ნანუკა თუ ორგანულია, ეს არის ნაცმა. მაგრამ მიხეილ სააკაშვილი როგორც პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. გამორიცხულია, აი თქვენ დავიტყვი აქ და დაიმახსოვრეთ, რომ ნებისმიერ ოპოზიციის წარმომადგენელთან მე შევიდე საჯარო დისკუსიაში. შენ ხალხი წამართვი და შენ ჩემი პროექტი იყავი და მადლობა თქვი და ყველა მადიარი უნდა იყოს რა. 6-ში შეიძლება მეც ვიყარო კენჭე. დაჟე так. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ყოველკვირეულ გადაცემას ცხელი სკამი YouTube არხ მისმინეზე. მე ვარ გიორგი ახობაძე და თქვენ უყურებთ ამ გადაცემას თორნიკე რაზმაძესთან და ჩემთან ერთად. გთხოვთ რომ მოიწონეთ ეს ვიდეო, გადააზიაროთ, რომ რაც შეიძლება მეტმა მაყურებელმა ნახოს ჩვენი გადაცემა. და დღევანდელი დღის სტუმარია არც მეტი და არც ნაკლები. მე ვთქვა ნანუკა ჟორჟოლია. ძალიან დიდი მადლობა. მე არც კი მეგონა რომ მეორედ რამე თემით შეიძლება მოსულიყავი და მე უკვე ვიტრაბახე ჩატებში რომ მე რა ვიცოდეთ მეორედ მოვხდი. ისეთ ამბავში ხარ რომ შეუძლებელი იყო. ნანუკა ჟორჟოლიანის მეორედ მოსვლა. ეს უნდა ამოვჭრათ, ხო? არა. თან აქაც და იმ საქმეში. ესე იგი მე როგორც ორივე საქმეში. პროპაგანდას ცოტა დაუკომპლექსები ხართ. ძალიან. ძალიან, ყველაფერს ვატარებ. ის მაკრატლიძის. ყველაფერს ვატარებ იმის ფილტრში, რას დააგაკეთებენ? არ არსებობს თემა, რასაც არ გააკეთებენ, იმიტომ რომ შეიძლება შენ უწყინრად ისვენებდე სადმე ზღვაზე, საცურა კოსტიუმი და მაინც მოხდე პროპაგანდის ბრჭყალებში, ან ჭამდე და მაინც მოხდე. გახსოვთ ზურაბ გირჩიჯაფარიძეს რო დაუწერეს ამ ოპოზიცია ჭამს, აი ყველაფრით შეიძლება მოხდე. ამიტომ მოგონა დავიკიდოთ. თუ და მოახერხებ რომ გაცოცხლდე, მე შეიძლება რამემ გადაგაკეთო. კარგი, თან ამ გადაცემას ვიცი რომ განსაკუთრებულად უყურებენ, იმიტომ რომ აკავთ გამორჩეულ ისეთი რესპონდენტები და ნანუკა ჟორჟოლიანის არის მათ რიცხვში. კარგი, გადავიდეთ საქმეზე. მოდი ავიღოთ ნაციონალური მოძრაობა და დავდოთ. დიდი არეულობაში. და გადავიდეთ ბოლო წლებია. ნაგავში? არა. ხო და რას შევქმნით ამ ყველაფრიდან და როგორ? მოდი ზოგადი მონახაზი და მე რა ხედავ. კაი, სერიოზულად, მოგეთ, თავარი ინტერესის საგანი რაც არის, მოდი იმით დავიწყოთ საუბარი. ეს არის არ ვიცი სწორ ფორმულირებას ვაკეთებ თუ არა, ნანუკა ჟორჟოლიანის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტზე განხილვა ნანუკა ჟორჟოლიანის იმისი, რომელიც დამთავრდა და მე ვთქვით, რომ რა ქვია იმას, ზუსტად რეფორმატორთა საბჭოში შევალ. თავიდან ეს როგორ წამოიწია, ეს პირადად მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა იყო, რომელსაც იმხელა მოწონება არ მოყვა, რომ მე ეს შეიცვალა. თუ რატომ შეიცვალა მაშინ და რა მოხდა? აი მოგვიყევით თავიდან იყო ესე რომ პირდაპირ რადგან თინას ვადა იწურებოდა ეს შემოთავაზება იყო, შემდეგ იმიტომ რომ მე ვფიქრობდი რომ თინა ამ პოზიციას უფრო მოუხდებოდა. მე ყველაფერი გავაკეთე რომ ისინი დამერწმუნებინა მიუხედავად იმისა რომ პარტიაში ძალიან ბევრი გავანაწყენე. ქონდათ ჩემთან კონკრეტული ზარები იმ ადამიანებს, რომელთა მხარდაჭერაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა იქ მისვლის დროს. არ იყო ნაკლებად ანგარიშ გასაწევი ძალა ვიდრე თავმჯდომარის პოზიციაზე მყოფი ადამიანი. ზოგი იქ შიგნით არის, ზოგი გარეთ არის და ასე შემდეგ. და მათ ვერ გაიგეს ჩემი მცდელობა, რომ როდესაც ამბობ რომ მოდიხარ რეფორმებით და რაღაც ძველებს ცვლი, მაშინ რატო ირჯები ასე რომ თავმჯდომარე დარჩეს. მე მომიწია მათთვის ახსნა დეტალურად ჩემი მოტივები რა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მე და თინას პირადი კონტაქტები არ გვაკავშირებს ესე, მაგრამ შორიდან ძალიან კარგად გამოიყურებოდა იმ პოზიციაზე, რა პოზიციაც ეჭირა. შემდეგ შევთანხმდით, რომ ჩემი მთავარი პირობა იქ მისვლის იქნებოდა ის, რომ თინა ყოფილიყო თავმჯდომარე, ეს იყო ერთ-ერთი ჩემი მთავარი პირობა და საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდით ისე, რომ მიუხედავად იმისა, რომ თინას ერთხელ უკვე ყავდა თანათავმჯდომარე ყობა ნაყოფია, რატომღაც ამ თანათავმჯდომარეობაზე თქვა, რომ თანათავმჯდომარე ამ განლაგებით არ უნდოდა. ანუ ამის გამოცდილება ამ პარტიას ჰქონდა თავის დროს. ხო, ეს გავიგე, მაგრამ სანამ ეს კონსულტაციები მიმდინარეობდა, ეს სააკაშვილმა რატო აჯახა ისე და რატო დაწერა, იმიტომ რომ სხვანაირად აღიქვა იქ სააკაშვილის ნათქვამი. არა, სააკაშვილმა თუ ვინმეს აჯახა. იგულისხმება, რომ მეჭედ დარწმუნულია. არა, სააკაშვილმა თუ ვინმეს რამე აჯახა, ეს ვიყავი მე.
მაგ სტატუსით, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა სხვა მოლაპარაკება, პასუხი სხვა თვეში უნდა მეთქვა და სტატუსი წავიკითხე რომ უკვე სადღაც შევდიოდი. დაგაფუში უნდა. ანუ სადმე თუ არა, მე არ ვეძახი მაგას ფუშინგს, მისი მხრიდან ძალიან სწორი მცდელობა იყო, რომ უარი აღარ მეთქვა და მოდი ვთქვათ, რომ ყველა ჩვენსაც უნდა ვეცადოთ, როცა გვინდა შედეგს მიღება. სწორია თუ არა, სწორია მე ვსაკითხებ, მაგრამ აი თინასთან. მე მგონია რომ ყველაზე ნაკლები პრობლემა თინა მინგა გრიგოლიასთან თქვა ყველაზე სწორი, რომ ნანუკასთან დაკავშირებით მე და მიშას მსჯელობა ვქონდაო, რა თქვა და მე ეს იდეა მოვიწონეო. უბრალოდ სავარაუდოდ თინა მიგულისხმა ის, რომ მან არ იცოდა რა სტატუსზე იყო საუბარი. ანუ ნანუკაზე როგორც ჩანს საუბარი იყო და სტატუსზე როგორც ჩანს სტატუს განსხვავება. ამის შემდეგ მოკლედ ჩამოყალიბდით, რომ დამრჩა ეს რაღაცა შემოთავაზება თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ დასჯერ ვიტყვი, რომ მე ამას ჩემი მეგობრები მიწუნებენ, მაგრამ მე ასე ვფიქრობ, რომ სწორი ეს არის, გულწრფელობა არის მნიშვნელოვანი და თან ასე ზოგადად ამ ქვეყანაში გადაჩეულები არიან ადამიანები, რომ ამ ფრონტზე ბრძოლაში პოლიტიკური ლიდერი არის ყველა, ვინც იბრძვის ახლა. ყველა მადიარია. ასე ერთი წამი დავასრულებ. შესაბამისად, ეს ხალხი გადაჩეულია იმის გაგონებას, რომ ასეთი ტიპის გავლენების მქონე ადამიანებმა ზოგი თავის პლატფორმით, ზოგი თავის პროფესიაში და ასე შემდეგ, თქვენ რომ მე არ ვარ კომპეტენტური მთელ რიგ საკითხებში და ჩემზე კომპეტენტური ადამიანები არსებობენ. მე ამით ხმძღვანელი, როდესაც უარი ვთქვი თავმჯდომარეობაზე. შესაბამისად, უარის მე როდესაც განვიხილავდით, რომ ინფორმაციის ურთიერთობაში დარჩენა აღარ მინდოდა, მე დავიწყეთ მოფიქრება, რა შეიძლებოდა მოფიქრებული იყო ახალი და თან ამას დაემთხვა რა. მოიცა სანამ ახალზე გადავართ, იმას უნდა იმას მოგაწვე. ეს მნიშვნელოვანია, მოვაწაკით. ახლა ეს რაღაც მოხდა ძალიან არა ლამაზად, სატოპკე იყო პროპაგანდისტვის ისედაც ამდენი ამბები ხდებოდა ბოლო პერიოდში ნაციონალურ მოძრაობაში და ეს მათ შორის ჩემთვისაც ისე გამოჩნდა, რომ რაღაცა იქ მიშა წვეთს ესე. არა, მიშა რო წვეთს ახლა ნაციონალურ მოძრაობაში ახლა ბაბუა ჩემი ვერ გადაწყვეტს. ანუ გადაწყვეტს რას ქვია, ნუ წამყვანი ხმა ვერ იქნება, ხო? მისი დაფუძნებული პარტიაა და რა ვიცი ახლა, რა ვიცი, ეგ ყველა მიცის, ხო, მაგას სულ თავი მოიკატო ეგრეა. მაგრამ გიო, თავიდან ესე არ ჩანდა რომ ნანუკა წინააღმდეგი იყო. კაცო, თავიდან კომუნიკაციებში ჩანდა რომ არა, რას მოლაპარაკება წინააღმდეგი ვარ და მოიცა კაცო თინას ხوار გადავახტები, თავიდან არ იყო. არა, რას მოლაპარაკება პირველივე განცხადება ფორმულაზე გავაკეთე, პირველივე ჩემი გამოჩენა ფორმულაზე იყო, რომ თინა ჩემზე ლამაზია, ჩემზე ჭკვიანია და უნდა იყოს ამ პოზიციაზე. რა ვიცი, ხა მეტი როგორ იყო და ვთქვი, მოვყევი დეტალურად, როგორ იყო ჩემი მოთხოვნა, რომ თინა ყოფილიყო თავმჯდომარე. არა, თავიდან იყო, მაგრამ მე თითქოს თინამაც მიდიოდა ვარიანტი გაჩნდა და საბოლოოდ რამდენი ორი კვირა იყო, რომ არა, უნდა დავაზუსტო, თინა აქ არ არის და უნდა დავაზუსტო, თინას არც ერთხელ არ უთქვამს რომ მიდიოდა. ყოველთვის მისი განცხადება იყო, რომ ის რჩებოდა პარტიაში, უბრალოდ საუბარი იყო ამ თავმჯდომარე, აი ამას შორის იყო დიალოგი ამ ორ პოზიციას შორის. ასე გაკეთა განცხადება, რომ მოულოდნელი იყო მისთვის თუ როგორი არა, ნახეთ რა იყო მოულოდნელი, როდესაც ეს მართალია, იმიტომ რომ როდესაც მან უარი თქვა სპონტანური გადაწყვეტილება უწოდა, კი. როდესაც მან უარი თქვა თანათავმჯდომარეობაზე და თქვა რომ მას არ უნდა თანათავმჯდომარე ყავდეს. მაშინ თქვა მიშამ რომ მაშინ თუ ასე ლაგდება რომ თანათავმჯდომარე არ გინდა რომ ყავდეს, მაშინ ჩემი კანდიდატურა ნანუკა. და ეს იყო თინამ, როდესაც ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგო და მისი რეაქცია იყო ეს რომ სპონტანური განცხადება უწოდა. ან ორივე იქნებით, ან შენ არ იქნები. ხო, ეს იყო. და ამის უფლება ყველას აქვს. უკაცრავად, როდესაც შენ ვადა გაგივა რაღაც კონკრეტულ პოზიციაზე, თუ მე ვარ მოდი შევთანხმდეთ, მოდი დავიწყოთ საუბარი, თვითონ თინა როგორ მოვიდა აქ? თინა რომ მოვიდა თავმჯდომარედ. არჩევნები საერთოდ არ ჩატარებულა იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ახლა ნანუკა ითხოვდა არჩევნების ჩატარებას. რომ სწორედ იმიტომ, რომ აი მიშამ ასე თქვა, ვინმეს არ ეთქვა ჩემთვის არც ეთერში და არც ეთერის მიღმა. არსად ამ ცხოვრებაში პოზიციაზე არ ყოფილა ვიღაცის მიყვანით, არსად. ნაციონალებსაც დავხვდი რუსთავიორში და ასე შემდეგ, აღარ ჩამოვთვრ. შესაბამისად, მოკლედ, ეს ჩემთვის იყო არსებითად მნიშვნელოვანი ხაბეს ფაქტორი, რაზეც პირველი მინიშნება სხვადასხვა მე გავაკეთე, შეფუთული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, ანუ ჩვენ თუ ვამბობთ, მოკლედ მე მიშას არ დავუწუნებ მოქმედების მანერას, თუ იგივე მანერით მე სადმე შევალ. თუ მე ზუსტად იგივე გზით, არ ვიცი, თუ ზუსტად იგივე მეთოდით, სადმე რამე პოზიციაზე მოვხვდები, მე ხვალ, როდესაც იგივენაირად მომექცევიან. როგორც სხვას არ ვიტყვი რომ გამიკვირდა. იმიტომ ვიტყვი რომ ხო, ოკეი რა, მეც რო ახლა სადღაც ასე მივედი, ხო იგივე გზა გავიარე. ეს ეხება თინას. ეს ეხება მაშინდა განლაგებას. არა მარტო თინას, არ დაგვაუწოს რომ აქ არის ხაბეც. მეორე ადამიანი, კაცო, გავსაგებია რომ ციხეში ზის, მაგრამ ხაბე დიდი ფაქტორია პარტიაში. და ასევე გასათვალისწინებელია ის ამბავი, რომ მე უკანა კარიდან არ შევდივარ არსად. ჩემი თავარიდან წამოსვლის მიზეზიც ეგ იყო.
რომ დამასახელეს დირექტორების კაბინეტთან პოზიციაზე და მე რო იქ ვერავის ვერ დავარწმუნებდი, რომ ეგ არ ვიცოდი. ისე დამასახელეს, ავდექით ეს არ წამოვიდა. კარგი, გაგითხოვე. ხო და აი იცი რა მაინტერესებს ის რომ რაღაცა რეფორმირება ჭირდება და ახლებური პოლიტიკური მოძრაობა, მარტო ნაციონალურ მოძრაობას კი არა, ყველას მაგაში ორი აზრი არ არსებობს. უბრალოდ აი იმის მე რაც აი ბოლო წლების მანძილზე ნაციონალურ მოძრაობამ გამოიარა, ხო, იყო მელიას მომენტი, იყო მათ შორის ხაბეს მომენტი, სრულების და ასე შემდეგ. ისეთ გარედან იყო იქ ოფისის გაყიდვა და გარედან ისე ჩანს, ხო, რომ აი რაღაც დასუსტებისკენ მიდის და რაღაცა დაშლისკენ, ხო, რეალურად ფაქტიურად აღარ არსებობდა გარდა იმისა, რომ უბრალოდ ვიღაცების მოგონებაში რაღაც ნაციონალური მოძრაობა უზარმაზარი პარტია და კიდე იმის დამატება ისაც ეხა მოხდა იქ პატარა გაუგებრობები მი როგორ გაიგებს მით უმეტეს ამდენი რაღაცა ჩასაფრებული ადამიანია ხო იქიდან აქედან მათ შორის ნაციონალურ მოძრაობაში ხარდამჭერებს შეიძლება ეს რაღაც ცუდად გაიგოს სწორადაც ანუ ობიექტურად ისედაც გაზდიოდა ვადა ყველა იქნებოდა განულებული ესე დარესტარტებული და მერე შემოსულიყო ეს რაღაცა უბრალოდ ისე გამოჩნდა რომ იქ რაღაცა ცუდი ამბები მოხდა კვლავ ანუ და სტარტს იღებ რაღაცა ცოტა ისეთი ხო რა დაზიანებული აბსოლუტურად გეთანხმები ყველა სიტყვა შესაძლოა ანუ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და აი ზუსტად იგივეს ვფიქრობ ასეთ აბა ახლა რა მოხდება ნაციონალურ მოძრაობაში და მე იმ საბჭოზეც გადავიდე. ახლა მოხდება ეს. ესეთი რაღაც სხვა ადრეც ხო ბოდიში გაწყვეტინებ რაღაც თლათ რეფორმატორთა საბჭო არ ერქვა, მაგრამ აი ახალგაზრდა წევრები რო დაიმატეს, იყო 20-20-ის წინ თუ არ ვცდები, რაღაცა ესეთი არა პარტიის ნაწილი ოღონ არა ესეთი რაღაცა რასაც ქვია პარტიული შეიქმნა რომელშიც უნდა მოზიდული ყოფილიყო საზოგადოებიდან ახალი სახეები და ყველაზე სწორი გავლენა მოახდინა ამას ხო რიცხვებიც და ციფრებიც ყველაზე სწორი გავლენა ყველაზე სწორი ინტეგრაცია იყო ადამიანებისა რომლებსაც მაგალითად არ უნდათ პარტიულები იყვნენ მაგრამ პროცესში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ და სიაშიც იყვნენ და ხო სიაშიც იყვნენ ზუსტად ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ხო რა არის რომ დღეს რაღაცა ინსტრუმენტები ჩვენი გვაქვს და მე ვთვლი რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია პოლიტიკურ ველზე ვიღაცები შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ მე ასე ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობა ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი იარაღია ამ ეტაპზე, მიუხედავად იმ ყველაფრისა, მიუხედავად იმ რეალობისა, რაც არის. ეხლა იქნება ისე, რომ რეფორმატორთა საბჭო იქნება ცალკე, რომლის ხელმძღვანელიც იქნება მიშა. შესაბამისად, არავის არ ექნება განცდა, რომ ვიღაც რაღაც გადაწყვეტილებას შორიდან იღებს, ანუ მიშა სახელი ქვია, რომ მიშა იღებს ამ გადაწყვეტილებებს, გადაწყვეტილებებს არა, მოდი ესე ვთქვათ, იდეების მთავარი მომწოდებელი რა, მაგრამ ამ რეფორმატორების საბჭოში გვინდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ არიან მიშას ფრთის ტიპები, განა, იმიტომ რომ პარტიიდან არავინ არ იქნება იქ ახალგაზრდები იქნება. მიშას ფრთის ტიპი თუ არა, მიშას ხელმძღვანელობის მქონე საბჭოში რატო შევა? გეტყვი რატო შევა? იმიტომ რომ გეუბნება რომ აგერ მე მაქვს ნაციონალური მოძრაობა, შენ გაძლევ. მოდი შენ შეცვალე მთავარი იარაღად გამოიყენე 2028 წელი შეიძლება არ იყოს საარჩევნო წელი, არავინ არ იცის რა რეალობის წინ შედავდგებით, შეიძლება იყოს საარჩევნო წელი. და თუ საარჩევნო წელი იქნება, შენ ამის ფორმირება გააკეთე როგორც გინდა, მე თუ ციხიდან რაღაცებს ვერ ვხედავ. შენ თუ ამდენი შენიშვნა გაქვს. რა ვიცი, თუ გინდა რეკომენდაცია მომეცი, რაც გინდა. ამდენი შენიშვნა გაქვს, ფიქრობ რომ პარტია არ ვითარდება სწორად, ფიქრობ რომ გარედან უფრო სწორად უყურებთ პროცესებს, ვიდრე შიგნიდან ადამიანები. ამიტომ მოდი ჩაერთე ამ პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ექნებათ ემიგრანტებს, ხმაწართმეულ ემიგრანტებს, ჩაერთე ამ პროცესში, მიიღე მონაწილეობა, გავითვალისწინებ ყველაფერს არასწორი ფორმულირებაა, გავითვალისწინებ რეკომენდაციებს და მოდი გავაძლიეროთ. ანუ საქმიანი კოალიციის შექმნა პარტიაში. და პარტიასთან რა დამოკიდებულებაშია ეს საბჭო, ანუ პარტიას რჩევებს რეკომენდაციებს აძლევს, კი. და ამ რეკომენდაციებს რომ ქვია უკვე ამ მიშას რეფორმატორთა საბჭოს რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ რომ გათვალისწინება უფრო მეტად მოხდება, თუმცა იქაც ნახე პარტიაში იქნება მართვის საბჭო რამდენიმე კაციანი და არ იქნება ერთი თავმჯდომარე. და რამდენიმე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში. ეს რაღაცა პარტიის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურით რაღაცას გავს. მე გეტყვი რატო ხა გულწრფელად გეტყვით რატო რას გავს ეს. თქვენ იცით რომ ნაციონალური მოძრაობა მიუხედავად იმისა რომ ავტოკრატი, მიშა, არასაც ამბობს ყველასთვის კანონია, ალბათ ვიღაცებისთვის ვისაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ აქვთ არის, თუმცა მათ შორის თინა არ იყო, თინა უწევდა წინააღმდეგობებს, სხვა შორის თელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. კი, არის ნამდვილად ობიექტურობით უნდა ითქვას. მათ შორის ხაბეც მელიაზე საერთოდ აღარაფერს აღარ ვამბობ, სულ სუდაგნარში იყვნენ. სხვათა შორის თუ
ვინმე რამე შეწინააღმდეგია მიშას სხვა შორის მელიასთან დაპირისპირებაში ერთ-ერთ ეთერში ხა ვერ ვიხსენებ ზუსტად თქვა რომ ხო მე არ ვეთანხმები ამ ვორდინგსო თუ რაღაცა მსგავსი თქვა და მაშინ გამიელო პირველად აზრმა რომ ამას ეხა ამბები არ მოყვეს თქო და მაქედან ერთი-ორ თვეში მე არა დამიჯერე რომ მაგ მიზეზი სხვა იყო მაგრამ მე მიშას რომ არ ვეთანხმები ეს Facebook-ის სტატუსებშიც იკითხება სტატუსებზე უწერ თელრიგ სტატუსებზე რომ არ ვეთანხმები ამიტომ ეგ რომ იყოს ფაქტორი რომ მიშას ეგ აბრკოლებდეს არც გიგაბოკერია იქნებოდა მისი უშიშროების საბჭოს მდივანი არც კახა ბენდუქიძე ეყოლებოდა არც გიგი უგულავა და კიდევ არ ჩამოთვლი იმ ადამიანებს რომლებიც თელრიგ საკითხებში მე რამდენჯერ ვთქვი მოკლედ ძალიან ბევრ რამეში ეწინააღმდეგებოდნენ რაც შეეხება შენს შეკითხვას თქვენც რა ნაციონალურ მოძრაობაში შიდა ფრთებისგან შედგება ფრთები მაგრამ რაღაცა პოლიტიკური გუნდებია შეგნით ხო რაღაცა ფრაქცია არა მაგრამ პოლიტიკური გუნდებია სხვადასხვა განწყობების და შინაარსის სხვადასხვა პოლიტიკოსების გუნდები არა ერთი პოლიტიკოსის გუნდი მაგრამ სხვადასხვა ხასიათის და შესაბამისად გაგიწყობილების მიღების უფლება უნდა ქონდეს ყველას ერთს კი არა ან ორს უნდა ქონდეს ყველას და იქ ამ რაღაც არ ვიცი რა სახელს არ ქმევენ არ მინდა არასწორი სახელი დავარქვა მაგრამ ამ შიდა გუნდში გათვალისწინებული იქნება ყველა შიდა და ნანუკას ფუნქცია რა არის აქ მე არ ვარ მანდ მე რეფორმატორთა საბჭოში ვარ ცალკე გვერდზე რომელიც პარტიული არ არის ხო მაგას გულისხმობ მე ხა შიდა სტრუქტურას ვამბობ რომ შიდა სტრუქტურა შეიქმნება ყველასგან თითო წარმოადგენელი და იქ რა არის მიშა თუ თავმჯდომარეა თუ ხელმძღვანელი იმ საბჭოში ნანუკას ფუნქცია მე აღმასრულებელი მდივანი ვარ აღვასრულებ ამ ყველაფერს რასაც მიიღებენ რაზეც შეთანხმდებიან ნანუკა წავა ეხა რეგიონებში რაღაც ახლის ამოწყება ადრეც რაღაცა ესე გვისაუბრია და ჩათვალე რომ მარტო არ ღირს ამის გაკეთება და ჯობია რაღაც არსებული პლატფორმის გაძლიერება თუ მიზეზი რა იყო რომ აი ცალკე არაფერი არ ქენი თქვა აი მაგაზეც ნაციონალურ მოძრაობასთან აი გამოცდილება აი ხო არ გონია რომ ფაქტია ეხლა მაგას ვერსად ვერ გავიქცევით რომ მიუხედავად იმისა მიხეილ სააკაშვილი ზოგისთვის კარგი პრეზიდენტი იყო ზოგისთვის რა თქმა უნდა და საერთო ჯამში რომ გავაკეთოთ კვლევა საქართველოში მაღალი ალბათობით უფრო მეტი იტყვის ცუდს ვიდრე კარგს რაღაცა ეს შეაჯამებინო და ის რასაც აი თვალყურს ვადევნებდი რაღაც დაახლოებით რაღაც პატარ-პატარა იდეები რაც შენგან მოდიოდა რომ ახალგაზრდების ჩართვა ამაში და ასე შემდეგ რა ხო არ შეგიშლის ხელს მიშას ნეგატიური რეიტინგი იმაში რომ უფრო მასშტაბური ზრდა გააკეთო თქვა რაღაც შენი რესურსებითაც და კარგი ხა მე გეტყვი ახლა დამისახელეთ 2016 წელს მიშასგან წავიდა ყველა ჩემი წარმოდგენით ყველაზე დიდი თავები ვინც კი ყავდა აღარ არსებობდა შეიქმნა ლელო, ციფრი ვნახეთ, ფულიც ჰქონდა, თბილისელი რაღაცნაირი ტიპი, რომელსაც შეიძლება მოდება ქონოდა ისეთ ველზე, სადაც მაგალითად ნაციონალური მოძრაობა სუსტი იყო, მაშინ ნაცმოძრაობა ძლიერი იყო, როცა ლელო შეიქმნა და ამიტომ გულისხმობ. ნიკა გორამია გადასარევ არსებობს. ეს შევალ მე მივალ მანდ. ხიანია ერთ-ერთი ვინც რაღაცა შექმნა რა. კი, შექმნა ისიც არანაცმოძრაობასთან დაპირისპირების გამო. არა, ხო თავისი შექმნა ნაცმოძრაობას არ დაუპირისპირდა, მიშას არ დაუპირისპირდა, ნიკა მიშას ველში დარჩა, მიშას თანამებრძოლად პარალელურად მიშას ადვოკატად, ანუ მიშას ფაქტორი არ გააქრეს. და დარჩენა ამ ნაწილში. მე მაგაზე უფრო გაბრალდა ზოგი ნაციონალებში მხარდამჭერები რომ რო არ დაუპირისპირდა მიშას მაგით მიშას მხარდამჭერები გადაიბირაო. ხო, კი, მეც ვარ მათ შორის რომელიც იგივეს ვფიქრობ. მაგრამ სამაგრო დაიმატა კიდევ. ხო, მაგას ვამბობ, სხვაების დაიმატა. ნამდვილად, მაგრამ მად იყო ხა მე მოდი შევთანხმდეთ რომ ეგ იყო პარაზიტი პროექტი ესე ვთქვა რა. არა, ვითარ შემთხვევაში. და თან ახლა ნიკა ნეიტრალურ ტიპს ვერ დაიმატებს, გვარამე იქ გირჩის ფაქტორი იყო, ანუ სხვადასხვა ძალიან კარგი ერთობა იყო იქ რეგიონი მელია მოიბა. ზუსტად რეგიონი მელია მოიბა. მენეჯმენტი გვარამია მიცის იდეალურად ამას გაუწყო, ანუ ძალიან კარგი მიქსი იყო. ეხლა საინტერესოა შემდეგ არჩევნებში რა მოხდება. და ვნახოთ, შემდეგ არჩევნებში. ეხლა მე არ მინდა რომ ვინმე ნიშნის მოგებას ჩამითვალოს, მაგრამ იმიტომ რომ მე ვიქნები ის ადამიანი, აქეთ ვიქნები თუ იქით ვიქნები, სადაც აქტივიზმში ვიყავით, სადაც ვიქნები, სადაც ნებისმიერ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის გულშემატკივარი ვიქნები, დღესაც ამას ვადასტურებ, რომ არ ვიცი, გამზიარებელი ვარ ყველას აქტივობის და ყველას თემის, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. რომ რაღაც ამ ვიწრო კინკლაობაში თუ ჩავჯექით და იქიდან აღარ გამოვედით, არაფერი არ გვეშველა. აი, სულ რიცხვებს უყურებ ხოლმე და აი რაღაც მომენტში ქართულ ოცნებას რაღაც ქსელია გაწყობილი, სადაც არ ვიცი, ხა ცარიელი პირადობის მოწმობა, ნომრები რამდენი ყარეს, მაგრამ ნუ სავარაუდოდ ეს შეგვიძლია შევხედოთ 200,000 ფარგლებში შეიძლება იყოს. დანარჩენი აი რაღაც ესე გახლეჩილია, ხო? ანუ ხალხი ვინც ბედავს, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ მიცეს ხმა, ან წინააღმდეგ, ან რომელიმე სასამართლო პოზიციას ალტერნატივას მეორე ნაწილი აი ამ მილიონიდან არის ზუსტად ეგეთი ტიპები, რომლებსაც ერთი რო არ ჯერათ, რაღაც მომენტში ვერ ხედავენ ოპოზიციის გამარჯვების გასაღებს. აი 20-24 ავიღოთ და 20-20-ში კიდე პროპორციულში
მიუშვეს ესე ვთქვათ და მან შეეშინდათ როგორც ჩანს რაღაცები გაამადეს. აი სად არის აი ეს მე ვერ ხვდები სად არის ის ამორჩეველი ვიზა შეიძლება ახალმა პოლიტიკურმა აქტორმა ანუ პარაზიტირება კი არ გააკეთოს სხვების ხმებზე, თავისი ახალი ხმები მოიტანოს. ნუ ვიღაცებს შეიძლება წაართვას პატარ-პატარა ნაწილები, მაგრამ დიდი წილი იყოს ისეთი ველი, სადაც აქამდე არავინ არ შესულა. ეგეთი ხალხი არის, რომ აი შენ როგორც პოლიტიკოსი მოეწონო რა. ვითვლი და ეს ხალხი ძანძნელი საპოვნელი ერთადერთი შეიძლება იპოვო ესეთი ადამიანები რეგიონებში შეშინებული ადამიანები რომლებსაც თავზე აზის სუსი, გამგებელი, ჯანდაბა, ოხრობა ვიღაცები. მაგრამ ეს ხო შუაშისტი არც იქით მიდის და არც იქით შეშინებული რო იყოს იქეთ წავა. ჩვენ ხო ხა იმ ნაწილზე ვლაპარაკობთ რომელიც არც არ მიდის. ანუ შეშინებულზე კი არა. ადამიანი რომელიც არ იღებს ამ პროცესში მონაწილეობას, იმიტომ რომ მიმზიდველი არა. ან არ აინტერესებს ან გეუბნება რომ არა, ხა მაგალითად ჩვენ open-ear-ზე ქონდა გამოკითხვა. ამ ახალგაზრდებს ვეკითხებოდით. ხო, ოღონდ არ გავუშვით 80%, იმიტომ რომ დეპრესიაში ჩავაგდებდით ერს. იმიტომ რომ არჩევნებზე არ დავდივარ იყო პასუხი, აქციაზე არ დავდივარ, პროტესტზე არ დავდივარ. მიკროფონით არ გამომიკითხავს, მაგრამ ჩათვალე ზუსტად იგივე თივარ მოსული მეც რა. 40 სინქრონიდან 40 პასუხი. მართლა გამოგონებელი იყო, რატო როვნები ალტერნატივა ამოჭრიან და როგორ აყალბებენ გამოკითხვებს? არა, არ გამოკითხებში იგი იყო, უბრალოდ რაოდენობით და იგივე 10 სიტყვის 40 სიტყვის ამშობაქ ერთი და იგივე იყო, ანუ განწყობა ვაჩვენე, ჩემს ზოლს არ დამეშვა. ოღონდ ის არ იყო, რომ ვიღაცა აი როგორ დეპრესიულიც არა. არა, პირიქით ძალიან ბედნიერი. გზას ვერ ხედა, ანუ გზას ატო არ არის გარეთ, იმიტომ არ არის გარეთ, რომ ვერ ხედავს რაღაცა და რა, მე რომ უნდა ავიღო კრედიტი, მოვე ძლის უნდა გავისტუმრო და მქონია ეგეთი გეუნება და მე რანუ ვერ ხედავენ ალტერნატივა. თან რას გეუნებენ, იცი რომ აი ალტერნატივა რომ დავინახე 4-შიც გავედი მიუხედავად იმისა, რომ ძალასადაც დავინახე და იმედი. მეორე საკითხი როგორ დამთავრდა, მაგრამ ეს ადამიანები იმედს ვერ ხედავენ იმ ბრძოლის გზაზე, რომ მოდი ჩვენ გრძელვადიანად ვიდგეთ და დავღლით. ანუ მანდ ვერ ხედავენ. მოქმედებაში ხედავენ და მოძრაობაში, ანუ რევოლუციურს კი არ ვამბობ აუცილებლად, თუმცა მე ამ სიტყვას არ მეშინია. აქტივობას ვერ ხედავენ, ანუ ეთერში მყოფი პოლიტიკოსი, რომელიც 24 საათი გელაპარაკება, გედებატება, ჭუბობს, ანუ არ მოსწონს, არ უნდა. იმიტომ რომ მე მაგალითად მეკითხებიან ახლა რომ დავდივარ, მაღალმთიან აჭარაში ვიყავით და ბებო ხوارი ჭუბებ შენს. ანუ პირველი ეგ შეკითხვა აქვს, ანუ რომ ოღონდ არი ჭუბოთ თქვენ, აი ოღონდ ეს ჭუბი ხო და აი ეს ჭუბი მოდი სამართლზე არის ხალხი, რომელიც დარწმუნებული ვარ კი არა, რომ შენ იცი რომ აუცილებლად ამ გზაზე მუდმივად იქნები დაბომბვის ქვეშ. მე ხას უბომბავენ. ანუ ბოლოს შევგადაწყვეტე რომ ეხლა რა ვთქვა, ხო ამიერისა მერეც და გადაწყვეტე რომ მათაც იუმორისტულ გადაცემიდან უპასუხა ის წარმოიდგინე სუნიანს რო გეძახის ახლა შენი პოლიტიკური ოპონენტი და ანუ გადაწყვეტე რომ მანდაც ხუმრობით უპასუხა იმიტომ რომ გამორიცხულია წააგებ არა ოპოზიციაზე ანუ წააგებ მან შესვლაში ანუ ჩვენი დღის წესრიგი და გაიდლაინი იქნება ის რომ ჩვენ არ შევდივართ კონფლიქტურ ზონებში მე როგორც აქტივისტ შეიძლება ჩემი თავისთვის მიმეცა კრიტიკის უფლებას და თქვენც ალბათ მიგიცეთ ოპოზიციას კონკრეტულ ადამიანებს რაღაცას ეუბნები და ეხლა ეს რეფორმატორების საბჭო რადგან ამ პოლიტიკური აქტივობით უნდა იყოს მაინც მიუხედავად იმისა რომ არ არის პარტიული გამორიცხულია აი თქვენ დავიტყვი აქ და დაიმახსოვრეთ რომ ნებისმიერ ოპოზიციის წარმომადგენელთან მე შევიდე საჯარო დისკუსიაში ეს საინტერესო ნიუანსია არავითარ შემთხვევაში მე როცა საუბრობ აი გიო მაგაზე ვიცი რა რაღაცა მაინტერესებს მაგაზე შენი შეხედულება მე როცა საუბრობ ხომ აი რა უნდა გაკეთოს ან რა არ უნდა გააკეთოს ოპოზიციამ როგორც პროგრამა მინიმუმს ყოველთვის ვამბობ რაც იყო მათ არ უნდა იჭუბოს ხო რაც იყო იმაში რა ქვია ალიანსის იმაში ხო და სამართლი მაგრამ სრულდებოდა ხო აი ხან ახლა გუნდა თქო სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს რომ თავდაპირველად აი უბრალოდ ერთი წლის და იმის წინა პერიოდში ნაციონალური მოძრაობის მიმართ უფრო იყო ხოლმე ეს კბენები და ნაკლებად პასუხობდნენ მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ისევ მიშას ფაქტორიდან გამომდინარე და იგვის დაწერილი სტატუსებიდან გამომდინარე აქედანაც წავიდა ინიციატივები რა ხო მესმის სწორი პასუხი რეაგირება ეს ეხლა თქვენ რაღაცნაირად ამ გადაწყვეტილებამდე უკვე მიხვედით ჯერ იმას თქვენ მუშაობას არ დაუწყე იმ საბჭოს რომ აი ეს შიდა ჩხუბი აღარ უნდა იყოს არ უნდა ეძახოთ იქ შენ ხალხი წამართვი და შენ ჩემი პროექტი იყავი და მადლობა თქვი და ეს გადაწყვეტილება მიღებულია რეფორმატორთა საბჭოს წევრები თანხმდებით იმაზე ჯერ ამ მცირე შემადგენლობიდან შემდეგ უკვე უფრო შემადგენლობით იქნება თანხმდებით რომ არავითარ შემთხვევაში ამაში მონაწილეობას ანაწილდეს თანახმა
ანა წითლიძე არ არის რეფორმატორთა საბჭო. არა ისე ზოგადად. ეხლა მე მეჩხუბი ერთი ჩემთვის არ უჩხუბია გორი ყველას და ეხლა მეც მეჩხუბია. რეფორმატორთა საბჭო ესეც ალკე ხო ესე ჟღერს რომ რაღაცები უნდა გაატაროს პარტიაში, მაგრამ საერთო ჯამში. მაგრამ მაპატეთ რომ სხვა შორის ანა წითლიძეს ზამთარ საკითხებში ბევრი ძალიან დიდი გამბედაობა იყო. სხვებისგან განსხვავებით რაღაცებზე ელაპარაკა. მაგაში გეთახმებით. ანუ მე უარყოფითად არ მითქოს, მაგრამ ისე იცის ხო. ანა წითლიძის გადაკიდება შეიძლება ელისოკილაძე გადაიკიდო ჯობია იმასაც მე ბრძოლი ადამიანია. წარმატებას ჯერა იმას აწვება ბოლომდე. ციხეში როა იმის ბრძოლაში სადაც გადაკეტილია მისი ყველა კარი და მაგრამ ხო შულთან არა კონტაქტები. ხო აი რეფორმატორთა საბჭო იქნება ისეთი ერთ-ერთი ფრთაწეღან რაც თქვი რომ ნაციონალურ მოძრაობაში სხვა არის ფრთა რომელსაც ეყოლება თავისი მოდი ეს დავუხთ ამომრჩეველი ან ხარდამჭერი ან რაღაცა ის არა ნაციონალური მოძრაობის რეფორმატორთა საბჭო თუ წავა იმ გზით რომ ამურჩეველი უნდა ყავდეს ეს იქნება ხუთია. ანუ ეს რეფორმას უკეთებს ნაციონალურ მოძრაობას და სხვა. ნახე ხუთიანში ხმა მოაქვს სიტყვაზე ანა წითლიძესაც, რაღაცა სხვა წევრებსაც, ხაბეს თავისი ზრდის მუღამი ის არის რომ ანუ ახალი ადამიანი დაემატა რომლის მიმართაც ნდობა არის რაღაც გარკვეული რაოდენობა ადამიანი მოქალაქეებში და შენ უნდა გააკეთო ის რომ შენი სახელით და რაღაცა შენი ნდობის ფაქტორით ამ ადამიანებს შესთავაზო რომ შენ შეიძლება რაღაც ნაციონალური მოძრაობის მიმართ რაღაც ცოტა ისე გაქვს აი 50 50 ან 59 50 არა მიშაზე მაგრამ მოდი აი მე მენდე და მე რასაც გეტყვი შენ რომ ამას ესე გავაკეთებ ჩიგნით ამას ესე გავაკეთებ არა მე ესე არ უყურებ მაგ საკითხს შიგნით როგორ გააკეთებს და სტრუქტურული ცვლილება როგორ იქნება ეს ამ მრჩევლს არ ადარდებს ამას შიგნით პარტიაში არ ვძახი შიგნით პარტია როგორც ხელისუფლების ნაწილი როდესაც აი მაგ სიტყვაზე მოდელირება გავაკეთოთ რომ აი რაღაც შეიკრა პარლამენტი რაღაც მოუშორეთ კოცები და შენ ყავს სიტყვაზე რაღაცა 150,000 ადამიანი რომელმაც შენ გამომიცა ხუთიანს ხმა და შენ ხარ მათი წარმომადგენელი და შენი გუნდი მაგალითად საპარლამენტო სიაში რაღაცა 7-8 კაცი და რაღაც გადაწყვეტილება რომელიც ისე არ არის რაც ამ ხალხს დაპირდი. აი მაგას ვიზახი რა. არა, მოდი სანამ მივალთ არჩევნებს შევატარებთ და პარლამენტში შევალთ. რაღაცა უნდა შესთავაზო ადამიანს. მანამდე არსებობს კი, რა უნდა შესთავაზო, ახალი ურთიერთობების ფორმატი. მე მინდა ამ რეფორმატორთა საბჭომ შექმნას ის მოდელი, როგორი პოლიტიკოსიც მინდა დღეს იყოს ველზე. მაგრამ აქ პოლიტიკოსი კი არ იქნება, პოლიტიკოსები იქნებიან, ანუ ადამიანები, მე ყველას ვამბობ, რომ აი ყველა მადიარი უნდა იყოს რა. ანუ შექმნიან ახალ მოდელს, ის კი არა რომ მე არჩევნების წინ ორი თვით ადრე მოგაკითხე და რაღაცა და ჯიგარი ვარ და ხმა მომეცი, არა. ანუ აგვისტოდან გახსნიან ამ ფრონტს, ამ ურთიერთობების კომუნიკაციის ფორმატს შექმნიან ახალს. და შესაბამისად აჩვენებენ მე როგორი ვიქნებოდი პოლიტიკაში რომ ყოფილიყავი მაგ მოდელის შექმნა მინდა აი ამ საბჭოში. ეს არის ახლა რაც ახლა მინდა. ის კომპონენტი რა მე აღარ ვაპასუხებინეთ, აღარ დავოცადეთ. აი თვითონ ნაციონალურ მოძრაობას შენ ხარ თავმჯდომარის არჩევნები ჩვეულებრივად ჩატარდება და სავარაუდოდ თინა ბოკუჩავა წარადგენს მან რა ხდება? აქედან 6 თვეში. ვინ არის ფავორიტი? და ამასობაში 6 თვეში არის ის დროებითი საბჭო რაც თქვი რამდენიმე ადამიანისგან შექმნილი. ვინ არის ფავორიტი? 6 თვეში არ ვიცით რა იქნება. 6 თვეში შეიძლება 6 თვეში შეიძლება მეც ვიყარო კენჭე. დაჟე так. ხო რა ვიღა. რატო ახლა თუ ეს რეფორმატორების საბჭო სწორ მოდელს შექმნის, წარმატებული იქნება, კარგ შედეგად. ეხლა მე განავითარებ კონსპირაციულად. ნანუკარ და სიტყვაზე წავიდე. ესე იგი, მოიცა, კოცური აზრი უნდა განავითარებ. ესე იგი, ნანუკას ეს უხეშად შემოყვანა, ცოტა არაორგანული გამოვიდა სიტუაციაში. ამიტომ მიშამ მოიფიქრა ეს რაღაცა საბჭო გავაკეთებთო, რაღაცა პოზიტიურ რაღაცებს გავაკეთებინებთო, შიგნით ხალხს მეტად დავაახლოვებთო და მერე ვიტყვით რომ ეს არის კანდიდატი და მაინც ნანუკას ამორჩევთ თავმჯდომარედ. აი ესეთი ზაკრული გეგმა. ნანუკა თუ დინმესთან ნანუკა თუ ორგანულია, ეს არის ნაცმო. და თავიანთ იმიტომ რომ მე ამ ხალხთან ერთად ვიბრძვი 2001 წლიდან. იცი რომელი ნაცმოდან? აი მიშა რო ძალიან ახალგაზრდა იყო და მისი გენდივანი რო ვანო მერაბიშვილი იყო. ნანუკა ეხა ხალხს უთხარი კომენტარებში ნაცმა ქალებმა არ მწყევლო იცოდე მაგათ იციან ხოლმე ძალიან ცუდი წყევი. და აი რამდენა კრიტიკულ კითხვებს კოცებსაც აკეთებს. ბიჭო ერთხელ არა კოცებს ეგრე არ დაუწ ისეთი დავწყელოს არ გავიბეორებ ეთერში ბიჭო. არა წყევლა არ გვინდა მეგობრებო, მაგრამ მე ნაციონალური მოძრაობის ქალების არმიის იმედი მაქვს, ამიტომ მათ ვერაფერს ვერ მოუწოდებ. მაგათ იმედა თუ არა ამ ყველაფერში. ეხლა რასაც ყვები დაახლოებით წარმომიდგენია და მეც მაქვს თავში აი როგორ უნდა აკეთო ეხლა პოლიტიკა ხალხში
როგორ შეიძლება მოიპოვო ნდობას და მხარდაჭერას და კეთილგანწყობას და ასე შემდეგ. ვინც არ უნდა იყო, ეს ურო არავინ ნონეიმ რო იყო და თავიდან შემოხვიდა. ამ ყველაფერს ჭირდება რაღაც მინიმუმ მაინც რაღაცა ფული ჭირდება რაღაცა. აი, მოდი მონახეთ. ჩვენ უმრავლესობის ეგიდი თქვენ ჩემი YouTube არხი ახალგაზრდები არიან იქ და მათ კიდევ ცალკე უდიდესი მომავალი და პერსპექტივა აქვს და დარწმუნებული ვარ რომ თავის სიტყვას იტყვიან ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ნახეთ როგორ არის უმრავლესობის ეგიდით ყოველთვის დავდივართ რეგიონებში ახლა. და დაახლოებით 1-2 თვეა გვაქვს შემოწმული. არანაირი ამას ისეთი ფინანსური რესურსი არ სჭირდება, რომელსაც ჩემი შემოსავალი არ აწევს. ანუ შენ ჯიბიდან აკეთებ? მაგრამ მე მინდა რომ გულწრფელი ვიყო რა და ვიღაცა მას ჩათვალოს რომ ჩემი ხელფასი იმედზე ვარ. ჩვენ მე მაქვს იმედი და მე მჯერა და ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ისეთ ველს შევქმნით, რომ სპონსორებისთვის ეს იქნება ძალიან საინტერესო პოლიტიკო დადო პროდუქტი, რომელშიც ფულს ჩადებს ხალხი. თუნდაც ლარვას და ძალიან საინტერესო პროექტი იქნება სპონსორებისთვის. აქამდე მისვლას ხო აი არ ვიცი, ალბათ არ ვიცი. მე ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები 10-15-20,000 ლარი ხომ მაინც უნდა. მინიმუმ რაღაც გადაადგილდე ხალხი, წაიყოლო იქ დარჩე. ისე ხო ჩაიდინე 2 საათი ვიღაცას ხელი დაუქნია. არ იქ უნდა დარჩე, ჩააუჟდა, ჩაეხო. ხო, მაგრამ მოდი შევთანხმდეთ, რომ სოფელ გვიშტებში რომ სახს იქ რავი დასარჩეს გაცილებით უფრო დაბიუჯეტური ავიდე. მე იქ ყველა მასპინძელი ყავს ახლა ჩვენ ეს ჩვენ სოფლებში მოდი ავიღოთ ერთი ჩასვლა სოფელში, მოდი შეიძლება გაწყვეტ იმის რომ აი რაღაც 1000 ლარი ავიღოთ აი თუნდაც ხო? მინიმუმ 79 მუნიციპალიტეტია სიტყვაზე. არა, ნახე როგორ არის 1000 ლარი ღირს იმ შემთხვევაში თუ შენ მე თბილისში ისევ მოდიხარ და გიწევს სხვა რეგიონში წასვლა. როდესაც მაგალითად წყალტუბოში იღებ რაღაც ჩემთვის ეს მარტივია და დასალაგებელია წყალტუბოში იღებ რაღაც ფარც, სადაც რომელსაც გირაობ იქ ხდება და მე შემდეგ იქ შიგნით ხდება ქსელის გაკეთება და მოიგლევ გაცილებით უფრო მარტივია რა. მე აქვე მინდა ვთქვა რა. მე ვიცი ადამიანები, რომლისთვისაც პოლიტიკური ველი ძალიან საინტერესოა, მაგრამ ინტეგრაციის პლატფორმებს ვერ ხედავენ. ანუ რისთვის გავაძლიერო, რას იზამს, რას შეცვლის. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პოზიტიური შინაარსების შექმნა. სტუდიურ ჩარტვებში ფულს არავინ არ ჩადებს, ჩხუბში ფულს არავინ არ ჩადებს, ერთი და იგივე ფორმატის ან ერთი და იგივე ტემპის აქციაში ფულს არავინ არ ჩადებს. შესაბამისად, არიან ადამიანები, რომლებსაც უნდა სიახლის განცდა. და ამიტომ მე ძალიან შევეცდები რომ ეს სიახლის განცდა გავაჩინო. და მე ვამბობ რომ ეს კარი ხახო ღია ყველასთვის. ყველასთვის ღია. მრჩევლები ნებისმიერი სტატუსით როგორც თქვენთვის ნებისმიერი პროტესტში მყოფი ჯანსაღი ადამიანისთვის რომელსაც შეუძლია გულწრფელად გითხრას რომ აი ეს ახლა ვარგა და ეს არ ვარგა, იმიტომ რომ შენი გამარჯვება უნდა. მე არ მესმის იმ ოპოზიციური პოლიტიკოსების რომლებიც დღეს ნაცებს უფრო მეტად ებრძვიან ვიდრე ხოცებს. წარმოუდგენელია, რატომ უნდა გაინტერესებდეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს იმაზე მეტროს რატომ უნდა ხარჯავდნენ ნაცებში ვინ გენდივანები თავიდან არა არსებულ ხმების ყულაბაზე მტაცებლობა რომ მიდის მარაზმია და იმიტომ ვარ სამ დღეში რა ჩვენ შევეცდებით მიშასხმები უკან დავაბრუნოთ ამას გულწრფელად ვიტყვი ოღონდ ესეც ძალიან პოზიტიურ კონტექსტში იქნება და რა ვიცი თუ არსებობენ ისეთი ადამიანები რომლებიცაც რაღაცა ჯერ კიდევ პროპაგანდის ბოლომდე მოგუდულები არ არიან აი დაახლოებით რა გათვლა გაქვს ანუ აი სიტყვაზე ვთქვათ 10-15%-ის ფარგლებში რო ავიღოთ ნაციონალური მოძრაობა ბოლო არჩევნებზე ვთქვათ რომ ესე რაღაც პირადობები არ ჩამოერთვათ და თავზე არ გადაეულოთ მე ვარ მათ შორის მივხვდი რას ველოდებ სადამდე შეიძლება 20% 22-25 სადამდე შეიძლება ეს რა მე ვარ მათ შორის რომელიც ფიქრობს რომ ქართული ოცნება არჩევნებს არ აყალბებს 3%-ით მე ვარ მათ შორის რომ ჩვენ რაღაცები არ ვიცით და ქართული ოცნება აყალბებს ორნიშნა ციფრით. არა, მან დარწმუნებული ვარ. ფურცელი და პასტით დავიცვლი. ჩემი პროგრამა, ჩემი ოცნება, რომ ჩვენ შევძლოთ ამ ეფექტური ველის გაშლა, მიმზიდველები გავხდეთ სხვებისთვის, შევქმნათ ის მოდელი, რომ ვახ, ბიჭო, ნახე, არც შხუბობს, არც იგინება და რაღაცა კონტენტს ქმნის რა, საინტერესო კონტენტს ქმნის რა. საქმიანი კოალიცია გავაკეთოთ ყველასთან, არ აქვს მშობა გუშინ ვინ გვაგინებდა, ვინ გულანძღავდა, ყველასთვის გავხდეთ ღია და შესაბამისად ის მაინც გავაკეთოთ რომ არჩევნები თუ დაინიშნა, ისე თუ მივედით რომ არჩევნები დაინიშნა, შემდეგ თუ შევედით ამ არჩევნებზე, აი აქ გავაკეთოთ ბუდაპეშტი, ის რომ ქუჩაში მაინც გამოვიდეს იმდენი ადამიანი არჩევნების დღეს, ყველაც აი ეს კოალიციური ფრონტით, რომ განცდა გაუშვეს კოდს რომ მე ახლა აქ ორნიშნა რო დავწერო ესენი თავს ამაცვლიან. რა პონჩი ახდებით არჩევნების შედეგებს 8 საათზე ქუჩაში მეთქი და მაშინ 2000 ფოლოვერი მყავდა ვისე 2 ლაიქი მქონდა. ხო, აი ეს არის ჩემი პროგრამა, ყველა ის კი არის ჩემი პროგრამა ახლა რა თქმა უნდა რომ ნაციონალური მოძრაობა ციფრი ასე შემდეგ, მაგრამ დიდ სურათში მინდა დავინახო ეს ყოფილი, დიდ სურათში მინდა დავინახო რომ ჩვენ ყველა არჩევნების დღეს ვართ გარეთ ყველა
და ვიცავთ ჩვენებს. მე მინდა ასეთის არსებობს შემთხვევაში ხა ბევრს აღიზიანებს ეს არჩევნებს. მე მინდა 1-2 წუთი დამჭირდება ალბათ მეყობა ჩემი დამოკიდებულება და პოზიცია ვთქვა ნაციონალურ მოძრაობასთან და მიშასთან დაკავშირებით, რომელზეც ხშირად არ ვლაპარაკობ, ხომ ერთი ვიდეო მქონდა მაშინ ნახე ნაციკალების გულის მოგება. არა, ნახე, მე მგონია, რომ ერთ-ერთი პრობლემა, რაც ბევრი ფაქტორიდან გამოიწვია, კი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული არის, რომ არ არსებობს, აი კონკრეტულად მიშასთან და ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით არ არსებობს აი შუალედური შეხედულება. ანუ მიშა და ნაციონალური მოძრაობა ან ზძულთ, ან აფანატებს. სხვათა შორის, მოდი, მეც, ხო იცი? მე არ მყავს ესეთი ისე, მათ შორის მეც. ან ზუარ, ან ძალიან პოზიტიური განწყობა. შეიძლება ნენელა გიო, ეხლა შეიძლება ბუნებრივია, შეიძლება ჩვენც მაგეთ მივდივართ, იმიტომ რომ იქიდან ის რომ მუშაობს პროპაგანდა. ჩვენს ნენელა მე ვატყობ რომ რაღაც კუთხით მაგეთ მივდივართ და ვიღაცებს აძულებენ შენ თავს, ვიღაცები რომ ვინც ხედავენ ამის პროპაგანდა, მაგალი ტემპერამენტი. ბევრი რამის გამოა რა, მაგრამ ნახე, ანუ მე ვარ ერთ-ერთი ის იშვიათი ადამიანი, რომელიც ბიჭო არ ამბობს ესე რა, მაგალითად მე ცალსახად აი ბაში ვიდეო რომ მქონდა თქო რომ როცა მოვიდა ნაციონალური მოძრაობა, არ არსებობდა სახელმწიფო, ხო, ბიუჯეტი არ არსებობდა, ქვეყანაში შეიქმნა სახელმწიფო ინსტიტუტები, ანუ რაც მომწონს, შემიძლია უამრავი რამე ჩამოთვალო, პოლიცია, სასწრაფო, განათლების რეფორმა, იმებს რო აღარ იღებდნენ ქრთამებს უნივერსიტეტში მოწყობა, ანუ ბევრი რამე გაკეთა, თან ძალიან სწრაფად. ჩემს საყვარელი პოინტია, აი ქუთაისის აეროპორტი მანდარჩავალთა ქოცები როძეღაც მაშინდელი ქოცები თავზე დაგვამხობოდა და დღეს რო 25 თვე დაფრინავენ ოჯახებით. ეს იყო, მაგრამ მეორე მხრივ მე ხა რა თქმა უნდა არ მომეწონება რომ მურუსიძე და სპეცრაზი რომ მიშასყვიროდა, ხო? ანუ ეს ხო აღარ ჩამოთლა, აქედაც უნდა ბევრი ჩამოთლა ხო და სწორად და ხო, მაგრამ თავარი არის სასამართლო, ციხე და ეს მედია. სასამართლო რო ყოფილიყო, როგორც ეხლა რო სასამართლო იყოს, დანარჩენი ყველა პრობლემას მეტნაკლებად მოერეოდა. მოკლედ, რა, ხო და ამ რეალობაში არის საზოგადოებაც ესე არის გაყოფილი, რომ ანუ ან ზულთ ეს ნაციონალური მოძრაობა, ან ვისაც უყვარს ძალიან უყვარს, რა და აქ ამაზე თუ გიფიქრიათ თქვენ, რა შეიძლება იყოს აქედან, ვჯერთ საერთოდ ამას პრობლემად აღიქვავთ? მე მგონია რომ არის ეს პრობლემა. რა თქმა უნდა. ასევე არის ხოლმე ლაპარაკი, რომ ამაზე მე არ მაქვს ჩემი პოზიცია, რამდენად სწორი აზრია ეს. უბრალოდ ესეთი გავრცელებული აზრია, რომ უფრო მეტად უნდა ეღიარებინა ნაციონალურ მოძრაობას რაღაცები. არ ვიცი ხა ეს ნაცრის დაყრაში სად გადადის და სად აღიარე, ანუ აი ამას როგორ უყურებთ, რომ ეს თან არ იცვლება წლების განმავლობაში. ეს როგორც იყო 2014-დან მოყოლებული ნაციონალური მოძრაობის მიმართ დამოკიდება, აი ეს არის ისევ ესე. არა, არავინ არ ამცევა, არის ვიღაცებმა იმუშავეს, იქიდან პროპაგანდა იმუშავა, აქედან იმუშავა. აკეთებს ანინა დარეიშვილი. ვიღაცა ტიპი რაღაცა ქარts ამოვაგდებს ამ ვიდეოს ჩაწერს. არის სასწაული გოგო. გამოაკ და უბრალოდ ამ ხელს რო ეს არის მატყუარა. ის ეხა ვის რა? აი ეს არის მუშაობა. აი ეგეთი რაღაცა მაგას ბაჩოვის რამდენი სტყული თქვენს ბაჩოხალაზე მე ერთი 3-4 ვიდეო ჩავწერე და ძალიან ძიმეთ არის მან საქმე, იმიტომ რომ ბიჭო იმას რაც ბრალდება თუ რაზეც გაასამართლებ, თქვა გაასამართლე დაუმტკიცე როგორ დაუმტკიცე ეს ალკე თემაა, მაგრამ ბიჭო ის ფეიქ ვიდეო რო დაუდე რომელიც სასამართლოში თქვით რომ ბოლოს ფეიქი იყო და დღემდე როდესაც იმედის პეიჯზე, ხო? მაგრამ აი ეგ არის გიო პრობლემა. რაც ახლა არ მინდა ცუდად გამოვიდეს, ანის აქაც უთხარი რამდენად დელიკატურად შეიძლება ამ რეალობაში მე არ ვიცი ბაჩო ახალაიას ბუას სახელს რა ეშველება, ეხლა რაც უნდა ახსნას ანინა და რეიშულა და რაც უნდა არაფერი არ ეშველება, აქ ნახე რა შეასახა. მაგას არაფერი არ ეშველება, მაგრამ არის ხალხი ვისაც უბრალოდ არ აქვს ინფორმაცია, ეგეთი ვარ მათ შორის, მე რაღაცეები არის, რაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში იყო, მაშინაც რაღაცეები მეც მესმოდა იმ მომენტში, ხო? უბრალოდ მან რა საქმეს გააკეთა და რაზეც ვილაპარაკეთ ახლა ეს კრიმის ორგანიზებული დანაშაულის მოშორება ამ ქვეყნის ქუჩებიდან ეს ერთი იყო იმ წუთას ჩემთვის რაც შედეგი ჩანდა, მაგრამ ისაც რაზეც ლაპარაკი მიდის რომ აი მან ეს მიქნა, ამან ეს მიქნა და ეს რასაც ამ წუთას დებენ Facebook-ზე პროპაგანდისტები, ან ეს ტიპები ვისაც რაღაცებს ავალებენ გამოაკ ანის და იმას აბათილებს, ხო? ეგეთი რაღაცეები არის ყველაზე. და მაგალითად კიდე ერთი ნიუანსი ამ მისი რა. და პასუხი მინდა გაგცეთ. ხო, აუცილებლად. ბევრი ვილაპარაკეთ ჩვენ და მართლა ის აზრით პასუხი დიდი ხანი ეს ასევე არის კიდე ნიუანსი. მიშას, რომელსაც მოდი ვიტყვეს რომ ციხიდან რაღაცებს ალაპარაკებენ. და მე ვეთანხმები უკვე ამაში იმას რომ იმდენად ბუა არის მიშა ბევრი ადამიანისთვის ამ ქვეყანაში და განსაკუთრებით ქართულ ოცნების მხარდამჭერებისთვის რომ ალაპარაკებენ, რომ ვიღაცებს არ ალაპარაკებენ. არ არის ეგრე. ნახე როგორ არის არ იქნება კორექტული მაგაზე ცალკე გიპასუხებ აი ვიდეოს აწერინებენ მაგალითად სასამართლო და მაგას მე ცალკე გეტყვი მექანიზმს რა. ხო, შეიძლება ეხა აქ რომ დაგასტით ბევრ რამეს. ხო და მე ვიტყვი მაგას ცალკე აგიხსნით ეგ როგორ მუშაობს რა. მეორე საკითხი არის, ნახეთ როგორ რაღაცა, ამდენი წლის მანძილზე, 14 წლის მანძილზე ერთის მხრივ არის პროპაგანდა ნეგატიური, მუდმივად
და არაფერი არ იცვლება. ანუ წარმოიდგინეთ და ჩვენს ამ პროპაგანდას შევყევით სპირალში. ანუ ძალიან ბევრი ეთერი ნიკა გვარამიასთან რამდენი ეთერი, სადაც მიშამ დეტალურად ისაუბრა, ჩემი ეთერი, ნიკას ეთერი, ზურადეიშვილთან. ანუ ადამიანები ვანოს ეთერი ნიკა გვარამიასთან, ანუ არაერთი პლატფორმაზე მთავარ ტიპებს უსაუბრიათ დეტალურად მაშინდელ ამბებზე. ეს არ მუშაობს. ეხლა შენ ან პროპაგანდის სპირალში სულ ვიტრიალებ, იმიტომ რომ თან ყველაფერს თავი დავანებოთ, კაცო, მიშამ პირადად გადაიხადა ფასი მურუსიძის საკუთარი განაჩენებით. პირადად გადაიხადა ფასი ციხის, იქ როგორც მოეპყრა, მე როეს გულისხმობ, პირადად ფასი გადაიხადა დაკეტილი სასამართლო პროცესების, როდესაც ჟურნალისტებს არ უშვებდნენ გირგვლიანის ამბის მერე, იმიტომ რომ დღეს თვითონ კუსტარულად უწევთ იქედან ვიდეოების გამოტანა. ანუ ამის ფასი ძალიან კარგად გადაიხადა და აი ამის შემდეგაც არაერთი განცხადება გააკეთა მის სინანულებზე, რომ თვითონ ხედავს ციხეს შიგნიდან, თვითონ ხედავს რა სისტემები შექმნა. გამორიცხული ამბავია, ერთადერთი არის რომ აქედან პროპაგანდა ამაზე მუდმივად გიტევს, რატომ? ისე უნდა მივიდეთ ჩვენს ოპო დუელზე. მიშას ფაქტორს მხოლოდ ქოცი კი არ ებრძვის. მათ შორის ამ ქოცის პროპაგანდას მერე იმეორებს ოპოზიციური პარტიის ისეთი ტიპები, რომლებიც მიშას ხმებზე ნადირობენ. ნაციონალური მოძრაობის ხმები უნდა. ის ახალ ველს ვერ შექმნის შედარებით ნეიტრალურ ადამიანს რა. ოღონდ აქ არ გულისხმობს სხვათა შორის 4-იანს. არც ერთ ლიდერს 4-იანისას არ უკადრია ასეთი რა. მე უცოტა უფრო სხვას გულისხმობ, მაგალითად, გახარია ესეთი გოგო, სალომე ზურაბიშვილის, ქალბატონი სალომე ძალიან წუხარა ეს მაგალითი რომ მომყავს, მაგრამ უნდა მოვიყვანო. და წერდა რომ მიშაოფს ფეკალიებიო ჯერ კიდევო მის იმაზეო კლინიკამაზე საავადმყოფოს კედლებზეაო ამას წერს გოგო რომელიც იყო სალომე ზურაბიშვილის მარჯვენა ხელი რომელიც ფეკალიებსაც ისტორია ვერ ჩამორეცხავს განცხადებით რომ ამ ქვეყანამ ომი დაიწყო მაგრამ აი ბაბლი რომელიც იმიჯის შემქმნელია სოციმედიაში მას ულაიქებს და მისთვის მიშა მონსტრია და არ ახსოვს რომ ეს წარმოადგენს პრეზიდენტს რომელმაც ჯერ თქვა რომ საქართველოს ომი დაიწყო და შემდეგ ადგა და დაწერა ეს წიგნად გამოუშვა მე ახლა აი მართლად მელაპარაკებით იმაზე რომ ამაზე დიდი მავნებლობა არის და გარეთში იყო კიდე სამხედრო ფორმით ასული და იმის მერე რა მოხდა იმ გარეთში რავი ძალიან კარგი აი ზუსტად და ანუ და მაგრამ რა ჩვენი ბაბლის წევრებს რომლებიც გეუბნებიან რომ სტანდარტი მათი მორალური მაღალია რა თქმა უნდა ყველას არ გულისხმობ ულაიქებენ და უწონებენ ამას ანუ არასწორ მხარეს ვდგავართ ჩვენც ხშირად ისტორიის არასწორ მხარეს და ამით პროპაგანდას უფრო მეტად ვამუშავებთ პროპაგანდას ოპოზიციაში რომ არ ყოველოდა ანტიმიშა ხელშემწყობები ეს ამდენი ხნის განმავლობაში გაცილებით უფრო სხვა სურათი იქნებოდა და თან ნიკა იყო გვარამია რომელიც მიშას კამპანიას აწარმოებდა ღიად და გახსნილად თინა იყო ბუკუჩავა რომელიც არასოდეს არ უშინდებოდა მიშას სახელის ხსნებას და ხაბეც მათ შორის ახლა მე არ მინდა თქვი რადგან თქვი რომ აღარ ვსაუბრობ სახელებს აღარ დავასახელებ ყველა ლიდერი მიშა ოპოზიციაში გადავიდა თუ არა ერთ წელიწადში მათ შორის ძალიან გავლენიანებმა იმ თავებმა რომლებაც მე ცალკე ველი შექმნეს დაიწყეს მაშინვე მიშას დაბომბვა პერსონალურად ავტოკრატიის შეცდომების დამშვები ანუ შიდა ბრძოლები დაველები ქონდა ანუ მიშა ებრძოდა მის ლიდერებს ებრძოდა წასულებს ებრძოდა იმ ადამიანებს რომლებიც მისი პარტიით ოპერირებდნენ და პლუს ებრძოდა ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ განა იმიტომ რომ არ არსებობდა თემა რომელსაც უმარა რაღაცებს ვადა იწურება და ეს ვადა არ მოიწურა იმიტომ რომ ოპოზიციაში მყოფი ადამიანებიც ხშირად არასწორ მხარეს ირჩევდნენ ეს არის ჩემი აი ამ რაღაცა უცნაურ პოსტებზე მინდოდა მეკითხა რა მიშას უცნაურ ხო ჯერ ერთი სულ ჩანს ეკითხვა და აი ნანუკა მითხა გაქცევს პასუხი ვინ წერს ტექნიკურად ვინ წერს თუ შეიძლება სახელს დაგვარს ნუ გვეთ უბრალოდ ანუ ვინ არის მდივანია ნაციონალურობის წევრია ადვოკატია მეგობარი აი ეს რო მითხრა და იცი რა მაინტერესებს აი რა ანუ იცი როგორ რაღაცა აი ხა კაბო ვერდესკენ ვარ, იმიტომ რომ უნივერსიტეტში შეყვარებული მყავდა კაბო ვერდე, ანუ ეს შეიძლება დაწეროს ბოდიში, მაგრამ რაღაცა 17 წლის ნინიკომ, რომელიც რაღაცა კარხასიას დადგა და გაისროლა რა. ანუ რატო ვინ დაადგინა ეგ სტანდარტი? ანუ ესეა, ესეთები წერენ. ანუ ამხელა პრეზიდენტი კაცი. აი ზუსტად ეგ არის პრეზიდენტი კაცი, რომ კაბო ვერდეს შეყვარებულს თუ იმას რა ქვია წერს. აი ეს მაგალითისთვის მოვიყვანე, მაგრამ მარტო ეს ხო არის. მე სტატუსებზე ვიტყოდი. ეგ არ არის ჩემთვის პრობლემა რა. მიშას კონკრეტული მაგალითები და ისტორია, ისა რა ქვია, ისტორიები ყოველთვის იყო ასე. არა პრეზიდენტი, ანუ მე მათ შორის გონია ისეთი სტატუსები, რომელიც სხვანაირ მიშას უყვართ ნაციონალურ მოძრაობისგან ვისაც უყვართ და ეს ასეთი არაორდინალური მიშა გახდა კაცო. არა, მიშა ასეთი არაორდინალური იყო. ყოველთვის მაშინ Facebook-ი არ არსებობდა უბრალოდ, თორე ასეთი ამბების მოყოლა უყვარდა შიდა წრეებში. მაგრამ ჩემთვის ეგ კი არ არის პრობლემა. ჩემთვის პრობლემა არის ის, რომ ადამიანებს, რომლებსაც ხელმისაწვდომობა აქვთ მიშაზე, ამას იყენებენ მავნებლურად
და მას უქმნიან განწყობებს, აი მაგალითად რეგიონალურ ყოფილ ანუ ისეთ ადამიანზე, რომელიც მიშას გვერდზე სალანძღავი სტატუსით არ უნდა ხვდებოდეს. ანუ შენ არ ვიცი იქ შედიხარ, ვერ დაურეკავ წერილს, ვერ გაუგზავნი, როცა გაქვს 4 კედელში ჩაკეტილ ადამიანზე ის გავლენა რომელიც 6 წელია 4 კედელში ზუსტად 4 კედელშია და რა ინფორმაციაც არ უნდა შევტანო სუბიექტურია ხო და შენ თუ გარდა იმისა რომ და შენ აქედან უქმნი იმ განწყობას რომ უნდა უპასუხოს რომელიღაცა მარტვილის ან ჩხოროწყუს რეგიონის ერთ-ერთ ყოფილ წარმომადგენელს არასწორი ფორმით ხარ მავნებელი პროცესებს აზარალებ და მე ეს ხალხი ისევ არის უკვე ჩამოშორდა ანუ ფაქტია რომ მეტნაკლები გავლენა მაგრამ ეხლა ნახე როგორ არის როგორც კი მე შენ წერ მიშა ესე კი არა ესე იყო რომ იცოდე მაშინვე შესაბამისი აქვს რეაგირება მაგრამ ახლა ეს რგოლა ეხლა მივივართ თავარ კითხვას და რომელზეც პასუხს ვერცამ გადაცემაში მივიღებთ ეხლა ცხადია მაგრამ შევეცდები გიპასუხოთ ეს დაანონსებული და დაკიდებული ვინ ურჩია მიშას ჩამოსვლა ჯერ ხო ყველა გადაცემაში დავსვი 2 წელია მაგ კითხვას ვსვამდი მე სახელდაგვარს არ ვიტყვი ვიცი პოლიტიკოსია არა არ არის პოლიტიკოსი რიგითი ხარდამჭერი ქალია რომელსაც მიშა ძალიან აფასებს არა ეს არის მიშას პირადი მეგობარი საკმაოდ გავლენების მქონე მათ შორის უკრაინაშიც მათ შორის საქართველოშიც თავის დროზე რომელსაც მისი ამ გავლენებით მისი გავლენებს შეგულისხმობ ადამიანურ კონტაქტებს მიშაზე შეიძლება და ქონოდა გავლენა. ხო და აი ეგ არ მესმის. ნახე, ერთი წამი, ნახე, არა, ერთი წამი, რაღაცა. მეც იმდენი ხანი ვიკული ხან ვინმე და ბოლოს გავაკეთე. არა, ეგ არ მესმის, ხარ არ ვიცი ხო ზუსტად და მიშას არ დაუდასტურებია. არ აი ვინც არ უნდა იყოს. ეს თუ არავინ არ იცოდა, კაცო. ეს თუ ვიღაცამ არ იცოდა, მაშინ ვინ იყო? მელია ხო ისე ვიქიყო თუ არა. არა, მელია სატუნდა. არა. ნახე, თუ ნახე რა კითხვასო, კარგად მომისმინეთ. ეს სამპირადი საქართველოში ჩამოსვლის საკითხს რო განიხილა. არა, ნახე როგორ არის. ეს არის აქაურ პოლიტიკურ სიტუაციას ხალხი დამიდგება, არ დამიდგება, ყველაფერს ხო კითხულობ, ბუნებრივია ხო გამოვარდები ესე. ამას არ ეკითხები შენ პოლიტსაბჭოს წევრებს ნაციონალურ მოძრაობის. არა, პოლიტსაბჭოს რატომ დაკითხო? ანუ ვიღაც ერთ კაცს დაუჯერა. არ არის ერთი კაცი, ეს ერთი კაცი აუცხო არც პარტიისთვის არის. უბრალოდ არ არის პარტია. ხო. არ არის, ეს არის ადამიანი, რომელსაც შეეძლო მიშასთვის შეექმნა ის წარმოდგენა, რომ არსებობენ ადამიანები, მათ შორის შენი ხალხი უკრაინაში სახურავზე რომ გამოგეკიდენ, აქაც ესე აი ხო. ხო, მაგრამ ეს ერთ კაცს ერთადერთი კითხვის ნიშანი. ყველა პოლიტიკოს მეუბნება ჩვენთან არ გაუვლია ამაზე კონსულტაცია. ყველა ამას იძახის და ყველა ნუიტყვის მაგას, ზავთხოვ მაგათ, მაგრამ ერთი რამე არის ეს, რაზეც უბრალოდ კითხვა მიჩნდება რა. აი ეს იმდენი დღის განმავლობაში რამდენიც იყო სახლში ყოფნა რატო იყო პრიორიტეტი მაგრამ ნახე ის კაცი როგორც ჩვენებაში ყვება მე გაოგნებული ვკითხულობდი იმ კაცის ჩვენებას მძღოლიშენ რომ ჩამოვედი უნდა დავხვედროდნენ არ დავხვდაო და მე ავდექი და წავიყვანეო რა მექნაო და მე თვითონ ანუ შეუწყო ხელი მის იმასა და შესაბამისად ხო ეს რეალობა ყველაფერი ხა მე ოღონდ ეს იყო ძალიან მაღალ როდის იტყვის ეგ მომეც ეს არ ვიცი ეს არის ძალიან მაღალ ოღონდ მე კიდევ ერთხელ ვამბობ და მნიშვნელოვანია რომ ეს დარჩეს იმას აჩელენჯებს თუ აშანტაჟებს რომ ვითქვი შენ სახელს თუ არ ჭირდება და ანუ თუ დაიწყო ამაზე ლაპარაკი რა სელოდება ჩემი აზრით მისამ განცხადებას კონკრეტული მიზეზი ჰქონდა რაღაც ინფორმაციას და ამიტომ მე ვიცი რატომაც გააკეთა ის განცხადება. მოგითხარი ვერ მივიღეთ პასუხს. მისი ძალიან პირადი ველია, აქვე მინდა ვთქვა, რომ მე ეს ინფორმაცია მე მიშასგან არ ვიცი სახელდაგვარი, მაგრამ ისეთი ადამიანისგან ვიცი, რომ მე მჯერა რომ ეს ის არის. რავი, გაჩალიჩებული არ არის სხვა გაჩალიჩებული თუ არ არის სხვა რა არის, ვერ ხვდები მით გაჩალიჩებული ჩემი უკრაინის ომის წინ, როცა ეხა მიშა რო იყოს უკრაინაში აი წარმოვიდგინე. არ ვიცი, იქნება აი მიშა რო იყოს ეხლა უკრაინაში ის ადამიანს და საქართველოს საგარეო ფრონტზე, არ ვიცი, ტრამპი ეყოლებოდა ამოდებული ჯიბეში ჩასმული. კარგი, ეხა ეყოლებოდა გაქარდავდა გაქარდონ რაც უნდა ეყოლებოდა. ანუ მე ესე დავაკონკრეტებდი რომ ხუთი პრეზიდენტი როგორ იდგა ბომბები რო ცივოდა ეგეც მე ესე დავაკონკრეტებდი რომ ყველა წამყვან ტელევიზიაში მიშა იჯდებოდა. ყველა წამყვან დასავლურ მედიაში მიშა იქნებოდა სპიკერი. ლაპარაკებდა ეხლა რავი არის ცი რა ეხლა რა შვება ანუ ციხეშია და 5 წუთში ერთხელ პოსტებს დებს. რავთანაც მიშა ხორჩავიდოდა ანკორიჩი. შეიძლება გაყოლოდა. კაი. უკაცრავად დავაკონკრეტებ რა. აი ეს ადამიანები რომლებიც დღეს მირჩევენ რომ აუ კაი რა გინდა რა კარგი ცხოვრება გაქვს, კარგად შვიდა ცხოვრობ რა სიტყიებ თავს. ვერ ჩავასწრებ მაგათ მიშას თუ უკრაინაში ჩავა, ვერ ჩავასწრებ მიშასთან ამ ხალხს, რომლებიც დღეს არიან დიდ აი ეს შემოხვეულები ამ რაღაც თავიანთ კომფორტულ გარემოში და რეუბნები რომ აი მე ვფიქრობ რომ ეხლა ეგ არის რადგან ციხეშია ზუსტად მაგ არის შანსი იმ რაღაც კანონის ცვლილებებზე რო იყო რაღაცა ჭორები არის შანსი რომ მიშა გადასცე ვეგვაჭრობები მოუწევს გინდა არ გინდა ეხლა ისე მიდის საქმე უკრაინაში ქართული ოცნების წარმომადგენელს შეკითხვა დაასმევინეს იმედს
ეხა შე როგორ გჯერა იმედმა დაუსვა შეკითხვა და იმან უპასუხა რომ ხო იმათ მიშაზე იდარდა იმედმა და კითხა რომ შანსი არის რომ ამ კანონით გავიდესო და იმან უპასუხა რომ ამ კანონით ყველა გავავისა ესე შეეხება. ზელენსკის და კობახიძეს რომ 8-9 წამიანი გასაუბრება ქონდათ მათ ხო? 8-9 წამიან გასაუბრებაში შეიძლება მხოლოდ დააცემინო ალბათ. ისე უტრირებულად რაღაცაზე რომ გადაილაპარაკეს. არის აქ არის რაღაცა ბევრი კონსპირაცია არა მხოლოდ რაღაცა მათ შორის აზერბაიჯანის არაფერს არ გვეუბნები რაც ექსკლუზივი და საინტერესო იქნება. აზერბაიჯანის მთავარ წარმომადგენელზეც, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი აზრით მე როგორ ხედავ ამ აბას. მოდი ეს შენ რა მოხდება გვითხარი როგორც შენი აზრი. როგორც ჩემი აზრით ბიძინა ივანიშვილმა ეს კანონი მიიღო, იმიტომ რომ ვიღაცაებს დაანახა რომ აინახე პროცესების ნახე, დავძარი უკვე პროცესები. მე შემიძლია რომ ეს გავაკეთო. აგერ კანონი მივიღე, მიდევს და თუ რამე ისიც შემიძლია და ისიც სამაგიეროდ ის პროცესების დავძარი. რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთად დავძარი და შემდეგ მოეწყინათ რომ თქვი რომ ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანი მოთამაშეა თქო და შესაბამისად შემდეგ მე იმის დამიხედვით, სადაც ვაჭრობით უფრო მეც მიიღებს, იმ მას ხელსაწყოს მეორე მომენტიც აი რა ყაველაშვილი ყავს იმასავით რა რასაც უნდა იმას ხო მაგრამ ყაველაშვილი ვერ შეიწყალებს მიმდინარეს მიმდინარეზე ვერ შეიწყალებს ხო ოკეი მაგრამ მიმდინარეზე გარეთ გაშვება მოსულა ვერა მაგრამ განაჩენების პირობაა იქ რამდენი წელი უნდა კონდეს მოხდილი რა ანუ იურიდიული მხარე გაიმართა ფაქტია მან მაგიდაზე დადო რაღაც ხელსაწყო რითიც ვაჭრობა უფრო საინტერესო ხა ბოროტი ენები იტყვიან რომ 2028 წლის არჩევნების ემზადება ივანიშვილი და სააკაშვილის როგორც მის მხარდამჭერების მოტივატორის და გამაღიზიანებლის გამოშვება უნდა მაგიტო. გარეთო? თუ უკრაინაშია? უკრაინაში იქნება თუ გარეთ იქნება, ახლა მიშა იქიდანაც იყურებს და იქიდანაც რა მნიშვნელობა? არ ვიცი, არ იმუშავებს აქ რანაირად, ახლა უკრაინაში რო წავა, აქ მე მგონია რომ გაცილებით ოღონდ იქ წავიდეს და აღარ გამოიხედავ საკეთ? არა, მიშა გამოიხედავს. არა, მეორე მომენტი, აი ისევ იქ მივდი, ახლა მიხეილ სააკაშვილი როგორც რაც ჩანს ხა Facebook-ზე წავიდა ის რომ ანუ მარტო მიშას თუ შეუძლია რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ესეთ ჰორდინგში არ იყვნენ. ახლა არიან რომ მარტო მიშა თუ შევლის ამ ყველაფერს. მე ვამბობ მაგას. მე დავიწყე მაგას საუბარი და მე დამესხნე თავს. ისე სხვაები ან მანამდე შენს და TikTok-ზეც იქ ისეთი ხო, აი ეს არ მინახავს ყოჩა გამოვედი ლაივი რამოდენიმეჯერ რომ ჩავერთე აი ცეცხლი მოდის. აი და მე არ ვარ TikTok-ზე აქტიური ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისგან რა. ხო და რომ მიშას იმედზეა იქ ხალხი რა ან მიშას იქ სხვა დანარჩენი ოპოზიციური ძალა ხო შეიძლება მე ხა უყურებ სხვა ოპოზიციურ ძალას და სხვადასხვა მიმართულებით ხედავ მათ რაღაც მომავალ იმაში ხელისუფლებაში იქნება თუ რაღაცა სხვა საქმეში ან ნახე როგორ არის მე მიხეილ სააკაშვილი როგორც პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ის რითიც დავიწყე იმაზე ლაპარაკი რომ ნეგატიური რეიტინგი აქვს მეთქი ბევრი აი ოცნებაზე განაწყებული ადამიანი ამ წუთისთვის ვინც იძახის რომ ყველა ერთი ჯანდაბაა ოცნებიან ნაციონალურ მოძრაობიან გირჩიან რა ვიცი გახა ყველა ანუ რაც არის ეს არის და რავი მოდი თუ ამაში გინდა მოდი ბენზინის ფასები დააწევინე მოდი პური გააიაფებინე ესეთ პასუხებს მცემენ ადრე თუ კიდე რაღაცაზე მიდიოდა საქმე რომ აი ვინმე იყოს კაი და რა როგორ არა აღარ მინდა ესენი რა არ მომწონს მაგრამ ვინმე რო იყოს კაი აი ეს ვინმე რო იყოს კაი და იმას მივცემდი ხმას ამის დაშვებაც კი გაქვს რა და აი ამ მოცემულობაში ისევ მიშას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა შემოყვანა ხო აი ეს პროცესი არ და გაჩნია ვიზე მუშაობ მე მუშაობ ნახე როგორ მე შენი ხრიდან არ მე ვიზახი ზოგადად აი იმ პროცესში რომ ჩვენ არ ვამბობთ რომ ეს უნდა იყოს ალიანსის პრემიერ-მინისტრის ჩვენ ვამბობთ რომ პარტიის უნდა იყოს ანუ პარტიამ უნდა გააკეთოს მისი განაცხადი ვინ არის მისი ლიდერი პარტიის კანდიდატი რო კანდიდატად კი არა არ შემოდიოდა პრემიერობის კანდიდატად ხან ვისწარადგენ ხან ვისწარადგენ მქონდა რომ მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთო ხო მოშედა მე ვამბობ რომ არასწორია კიევში ხო იქ იყო და ეს შუა ხალხი ეს ხალხი რომელიც ამბობს არც ის მინდა ვინ უნდათ იქნებ გვითხრან როგორი უნდათ ხო და მაგას ვიძახი ეგ ვერაფერს არ აქვს რომელიც იძახდა რომ აი კოცები აღარ მომწონს შეუძლებელი იყო რაღაცეები რაც უბრალოდ დაინახეს ხო მაგრამ არის ხალხი ვისაც ჩუბლის ზარღვი არ აქვს არის ხალხი ვისაც ჩუბლის ზარღვი აქვს და აი რავი 20 23 და 24-ის მერე და ამ უკრაინის ომის მერე და რუსების ხოტბა რომ მიდის და უკვე რამის არის პუტინის ხატი რომ დაგვიკიდონ სახლებში მაგის მერე მიხვდნენ რომ ამათი ხარდაჭერა აღარ შეიძლება მაგრამ ეგეთმა ხალხმა საერთოდ ხელი ჩაიქნია რომ ამ ქვეყნისგან არაფერი არ გამოვა აი ეს არის რაც არის და მოდი ჩემ თავს მივხედავ რა არ ჩემ მაინტერესება და მე ჩვენ ვამბობთ რომ ამ ბიძინა ივანიშვილის
შეერყევა და შემდეგ არარსებული ქვეყნის შექმნა თუ შეეძლო, მე შემდეგ უკვე ამ ყველაფრის ერთიანად ამოტანა შეუძლია ამ კაცს და ეს რესურსი ამ კაცს. აი მათ შორის ერთი უნდა ვთქვა რა, აი როგორი ადამიანიც, რომელიც მე კაი რა კიდე მიშა თუ რაღაცა და 5 წუთში ამბობს. ერთი რო გამოუშვა ერთ კვირაში დაამთავრებს, ახლა ერთ კვირაში ვერ ამბობ, ცოტა მეტი დრო დასჭირდება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? იგივე ადამიანს, რომელიც ნეგატიურად აქვს იმის დაჯერება, რომ ამას მიშა დაამთავრებს გარეთ რო იყოს, მაგრამ თან იქვე გეუბნება, რომ აუ არა და შენ ეტყობა ეგ რო გითხრა პირველი ისე დაუბრიალე თვალები, რომ მე ის მოაყოლა. ნუ მანდ მუღამი ის იქნება რომ თბილისს მოიგებს სხვა ოპოზიციური ფლანგი და მიშა წამოიგებს და რეგიონს. ისევ წამენჯიხის ავტობუსში ხო, ეხა მე მინდა კითხო აზრი იმ საკითხზე, რაც ერთი ზომიერად კრიტიკული ვიდეო ჩავწერე სააკაშვილთან დაკავშირებით. მე რა ვერ გავიგერ. გამოვიდა დაწერა ერთი უცნაური შინაარსობრივად უცნაური სტატუსი ჩემთვის, რომ კოალიციაო ზოგადადო არ არისო კარგიო კოალიციური ხელისუფლებაო და ლოგიკური არგუმენტები ქონდა, იმიტომ რომ ის გადანაწილებულია ძალაუფლება ნელა მიდის პროცესი, ტრალი-ვალი რაღაცა. მაგრამ ამ რეალობაში ალიანსზე და იმას არ ეხება. ზოგადად კოალიციურ ხელისუფლებას ლაპარაკობდა, მაგრამ ამ რეალობაში ჩვენ არ აქვს არანაირი მოცემულობა, რომ არათუ ერთმა პარტიამ, არამედ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ კი არა, სამმაც შეიძლება, რომ იმას აქნას, რა ქვია, გადალახოს ისე ბარიერი, რომ კოალიციური ხელისუფლება არ გახდეს საჭირო, ხო? ახლა გიორგი მას დასვა, შეკითხვა, რამდენი პროცესს უმიზნებთ ისა ესა, ხო? და ამ რეალობაში, აი როგორ, ანუ გინდა თუ არა, ნაციონალურ მოძრაობას მოუწევს თანამშრომლობა, იმათაც მოუწევს ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა, ეს არის, რა ვიცი, 4-იანიც, ლელოც, გახარიაც, მიუხედავად იმისა, რომ ხა გიორგი აუცილებლად მეტყვის, რომ ეგენი მაგათი რეიტინგი განულდა, ნუ მოკლედ. ნუ აი ძალიან წვალება მოუწევს მაგას პარლამენტში. და ცნობადი პოლიტიკური ძალა ვინც არის? და პლუს ვიღაცები თუ დაემატებიან, ხა ბოდიში, მაგრამ 0-დან და არარსებულიდან 20%-იან რეიტინგს ხა პარტია ვერ წეს. მაინც მე და შენ თუ არ გავაკეთე. ხო და ანუ კოალიცია გარდაუვალია. ჩემ მეც ეს ვფიქრობ. და აი ეს ბუტიაობა როდემდე ანუ ხო არ ფიქრობ რომ არა ზოგადად ერთმანეთს შორის რა ხო მაგით ხო დავიწყე არა მხოლოდ თქვენ და 4-იან შორის თუ წავიდო და ეგ თქვენ კიდე რაღაცნაირად შერიგდებით მაგრამ ეგ კიდე ნაკლებად პროგნოზირებად იყო მაგრამ იმათთან აი ამ რეჟიმში მაგაშიც ხო არის ფიქრობ რომ პირობითად ადგე და გახარიეს დაელაპარაკო მაგალითად შენ ან იმას ბამუკა ხაზარაძეს ანუ აი რაღაცა ხო უნდა მოხდეს აი რას ველოდები ხარია ფიქრობს რომ თავის კრედიტებს დააგროვებს ნაცების ლანცხვით და მაგას როგორ უნდა დაელაპარაკო ხო მაგრამ იმას ხო მოუწერა ხელი პირობითად სალომე ზურაბიშვილს რომ შემდეგი არჩევნები დაინიშნება ერთი თვის ვადაში რაღაც შეთანხმება ხო იყო ერთი წლის ვადაში თუ მოვიგეთ და მერე გადაწყდებს აუ არ ვიცი ბუღალტერია ხარ ასე მელაპარაკე არა ბუღალტერია რა ამას ხო ვერ გავექცევით რომ კოალიციური ხელისუფლება გახდება საჭირო თუ ოპოზიცია მოიგო აუცილებლად აქ რა ვინმე პოლიტიკური პროცესი და ეს ისე წარმოგიდგენია რომ იყო რომ აი ხაბე გამოვიდა და სამი თვე მარტო ილაპარაკა ეთერებში და აი ეგ დაძრა და 4-ში მოვიდა ხალხი დაახლოებით ეგეთი რაღაცას ვიღაცა დაიწყებს ოღონდ სხვა გზით წავა და ქსელს აწყობს და რასაც აი ეგ და ჩათვალე რომ გახარია აღარ ეხსომება მამამის და დედამის მართლა უღო მე ვარ აი აქ შანსი არა აქვს საერთოდ დარჩებიან 20 კაცი აი ეს ვეხარ ვსხა მეც მგონია რომ ვიღაცამ ველი უნდა აწეს აქ როგორ რაღაცა იცი ვიღაცა აი მე ეხლა ვზივართ აბსოლუტურად აი არაფრის იმედი არ გვაქვს და წარმოგიდგენე რაღაც ხალხი ხა საქართველოს აადუღა ვი რაღაც გახედავ გახარია საერთოდ ანუ იმდენ მე და შენზე კი არა მაგრამ აი 100,000 კაცი ჭირდება მინიმუმ 100,000 კაცი ჭირდება მინიმუმ რომ თავი შეყო იმ პარლამენტში ხო რაღაცაში და ხა 300 და 400,000 რო საქართველოს ქუჩებში დადის და ყველა სოფელში შესასვლელთან რაღაცა ნიშანი არის რა სიტყვაზე რომ აი აქ ეს ხალხი ვართ და ყველგან ეგეთი ქსა აი რაც მადიარმა გააკეთა ხო და ეგეთ დონის მოძრაობას თუ აკრიფავ ტრადიციული რაღაცა გავიგე ტრადიციული კითხვას უნდა დავსვათ მე მგონი როცა ვსაუბრობთ არჩევნებზე და როცა ვსაუბრობთ მომავალზე. ეს არის ჩემი რაღაცა შიში დავარქვათ თუ გინდა, ოღონდ ადეკვატური ეს ფობია არ არის, ფობია ირაციონალური შიშია. მე მაქვს ეგეთი შიში რომ შიში ცუდი სიტყვაა, მაგრამ აი ამომიჭრიანო ეხა ფიქრობ. არა, იმიტომ შიში არ ქვია, მაგრამ მოლოდინი მაქვს, უარყოფითი მოლოდინი მაქვს, რომ ისე არჩევნების წინ როცა უნდა ჩანიშნოს ეს არჩევნები, მივა ოპოზიციის შიგნით ის განხეთქილება, აბა ბოიკოტი თუ შევედით. ხო და მე აქედან ამას ვსაყვედურობ ოპოზიციას, გადაცემის დასაწყისში რომ შემოვიდი, მაგაზე ვქაქანებდი თავიდანვე რომ ბიჭო, ის საარჩევნო ცვლილებები რომ ემიგრანტები რომ ჩახსნეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაც გამოსასწორებელია,
ეს არის ისეთი კონკრეტული ის რაღაცა, რომ მე და გიორგი შეიძლება რაღაც აქცია დავაანონსოთ, რაღაცები ვქნათ, ჩვენი პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს, მაგრამ ამას ეხა მე ვიღაცა იმას ევროპაში ვერ წავიღებ, ან ამერიკაში და დასავლეთში, ვისაც ადეკვატური ორგანიზაციები არიან, რომელმაც უნდა თქვა, რომ აი ამ რეფორმას თუ არ გაატარებს საარჩევნო სისტემაში, მაშინ არ იქნება არჩევნები მიუკერძოებელი და არ ვაღიარებთ ასე შემდეგ. ეს ვიღაცა მიქონდა წაიღოს. ხო, ეს ამაზე მუშაობა თითქოს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ჩვენ ინერციით მივდივართ. იმედი უფრო ადრე იქნება მარჩენები, მაგრამ თუ არ იქნება 2028-ისკენ და იქ ამწუთიერი მოცემულობით გვაქვს ეს რეალობა. თან კობახიძემ თქვა, რომ არაფერი ცვლილება არ იქნებაო. ხო, ამ წუთიერი მოცემულობა ასეთია. მე უთამაც უპასუხა თავის დასკვნით. აი მაგაზე რა დამოკიდებულება გაქვს, რომ აი რა ესეთი ტიპის არჩევნებში, იმაზე უარესი არჩევნები ასეთი ტიპის არჩევნებში არავინ არ შევაჩემი ასე. ხო. რა უნდა იყოს პროგრამა მინიმუმი, რომ შეიძლება ოდეს არჩევნებზე შესვლა. აუ, პატიმრები გარეთ. პატიმრები გარეთ. ჩემი თავარი ამბავია. იმიგრანტების ხმების დაბრუნება. ნუ პატიმრები გარეთ ნამდვილად. ემიგრანტების ხმების დაბრუნებაც, მაგრამ პატიმრები გარეთ არის თავარი პირობა ჩემი აზრით. და ამ პატიმრებში მოიაზრება ყველა დაწყებული აქტივისტებით, აქციის მომწერებით დასრულებული პოლიტიკოსებით, კი. აი რა შანსია, ანუ მე ამ წუთიერ გადმოსახედიდან რასაც ვამბობ, ხა ამ წუთიერი ის არის. ხია, მაგის შანსი არ არის, ოცნება მაგდათმობაზე წავიდეს. ანუ ისევ იქ მივდივართ, კი, მაგიტო უწევს ამ თემას რა. ანუ ამ წუთიერი გადმოსახედიდან ჩვენ მივდივართ არჩევნებზე, რომელზეც ოპოზიციის ნაწილი არჩევა, ლეონიდა გახარია და ვიღაცები, კაი, ახლები ვიღაცა პატარა, მაინც შევლენ. და ანუ იგივე მოცემულობა გვექნება, ბიჭო. და ამათ ექნებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა თან ისე რომ გაყალბება არ დაჭირდებათ სავარაუდოდ საერთოდ. კი, ეგრეა. და მე დასავლეთსაც ეტყვიან რომ აი რა გავაყალბე ძმაო, შენ შეიძლება საარჩევნო ის არ მოგწონდა სისტემა, მაგრამ აი უბრალოდ წარმოიდგინე ის მარშრუტკები და მიანი ხალხიც აღარ იქნებიან, რა ერქვათ? კოორდინატორები როგორ არის? ხო, არც არის გაყალბება. ხო, აი ეგ რეალობა გვეჭყნება ამ წუთიერი გადმოსახედიდან. ხო? ან მოდი ვიოცნებოთ და მან არის მუღამი ერთ-ერთი რაღაც. რუსეთს კიდევ უფრო მეტად ერხება. ან თუ ამ შემოდგომაზე და მე უკრაინა დრონს პუტინის აღსბომბა. რუსეთს რო დაერხება, სააკაშვილი კარგად იყოს სააკაშვილი. ივანიშვილი და კობახიძე ისეთი პროუკრაინელები გახდებიან, უცბად რომ შეიძლება ჩვენ ვერ მოვასწროთ ხალხისთვის ახსნა უკრაინელებისთვის, რომ ესენი ეგრე არ ამბობდნენ, მაგრამ როგორი რაღაცა მაგის ჩვენ გაზომოს ვერ ხედავთ, მაგრამ ჩემი აზრით ამ წუთას ეს რუსეთის ფაქტორი ვიღაცებში აბაომი გინდა კი არ მუშაობს და იმის კი არ ჯერა რომ ახლა რაღაც ხელისუფლება რო შეიცვალოს გავარდება და ომს დაიწყებს. მაგრამ რუსეთის ფაქტორი როგორც აი ომში ყოფია ეს რაღაცა აგრესიული ტერორისტული ამხელა მახინა არის ფაქტორი. და უბრალოდ ურჩევენ მოდი აი რაღაცნაირად როგორც ვართ, რავი, წავალ ათლარად ნახევარ კილო ხორცს ვიყიდი კობახიძის მაღაზიაში. აი რაღაცა ეგრეა რა. თუ ამ შემოდგომაზე აი Firepoint-მან და Штილერმანმა მოსკოვის სამიზნეები კარგად ადუღეს და თავის ყირიმის ხიდიანად რისკენს მიდის ფაქტია. თუ მოასწრეს რუსებმა და რამე დაუპირისპირეს, არ ვიცი რა უნდა მოასწრონ, მაგრამ სერიოზული დადუღება მიდის. ხო და მაინტერესებს ეს რას გვაძლევს კაცო, არა ამას უთხრათ რა, მე არ მაქვს მაგაზე პასუხი, რომ რუსეთის წაგება ჩვენ ავტომატურად რატო გაგვამარჯვებინებს. არა, ავტომატურად არ გაგვამარჯვებინებს. რუსეთის წაგება მოგცემს იმას, რომ საქართველოში შეშინებული მოქალაქეების რიცხვი დაიკლებს. და შეშინებული და პლუს მის ძალას ძალა ეცლება და ის შიშის ფაქტორი, რაც დღეს მუშაობს თავის ომის პროპაგანდით დაწყებული თავის იმიჯი, რომ აქ ვიზია ყავს, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე ის თუ არ იარსებებს, ან თუ იარსებებს წაგებული რაც ნიშნავს იმას, რომ არ იარსებებს, ეს აბსოლუტურად სხვა განწყობა შექმნის მოქალაქეებში, მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერებშიც კი. და მათ შორის აი ფულიან ბიძებში, რომლებსაც დღეს მაინც ეგ განცდა აქვთ, რომ ის არ უნდა გააკეთოს. ბიზნესის კეთების არხები დაეკეტებათ აქედან. ან დაეკეტებას გარდა ან მიხვდებიან, რომ რაღაცა სხვა ტიპის პროუკრაინულ ტიპებში ფულის ჩადება უნდა დაიწყონ, იმიტომ რომ საკუთარი პოზიციები გაიმყარონ. ანუ თუ სწორად გავიგე, ხა შეჯამებისკენ რომ წავიდეთ, ეს თქვენი ახალი ფორმა, მოდი მუშაობის, ასე ვთქვათ, იქნება მკვეთრად მიმართული უშუალო კომუნიკაციისკენ ადამიანებთან. რაც ვიღაცებმა სცადეს ბევრმა, მათ შორის მაგალითებიდან გამომდინარე, რომ ეს მუშაობს ისედაც ვიცოდით, მაგრამ არის რაღაცა სირთულეებთან დაკავშირებულიც და აი ამას უშუალოდ ამ სიარულს როდიდან იწყებთ? აგვისტოდან. აგვისტოდან. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რამდენი ხნის განმავლობაში მაგაზე ვსაუბრობ და ამდენჯერ ვთქვი, რომ რაღაცა მთელი რიგი საკითხებში კომპეტენცია არ მაქვს, მე ვამბობ, რომ ეს არის ჩემი თემა. მე კომუნიკაციის უნარი ჩემი ძლიერი მხარეა. და შესაბამისად ეს არის რაც ანუ წაუგებელია ჩვენი მხრიდან ნამდვილად გამოგვივა, იმიტომ რომ ამდენი წელია, 17 წელია, რაც ამ ფორმატის გადაცემას ვაკეთებ, უსმენ ადამიანებს, მათ გასაჭირს, მათ პრობლემებს და არა მხოლოდ უსმენთ, ამას ვაგვარებს და
აი ეს მოდელი რაც შევქმენი ფონდში, სადაც კოცინაცი არ არსებობდა და პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, რამდენი ბენეფიციარი მყავდა ქართული ოცნების სამორჩეველი, დაკითხვებზე დაბარება რო დაიწყეს და შოქში რო ჩავარდნენ 51 სამორჩევლები რო იყვნენ. ძალიან დიდი შემადგენლობით ზუსტად ამ მოდელი შექმნა მინდა ეხლა. ჩვენ არ ვივლით მხოლოდ ხუთიანებთან და ყველას დავარწმუნებთ იმაში, რომ ვუსმენთ ყველას და ეს იცით ძალიან მარტივია ამაზე საუბარი, როცა უბრალოდ კი არა უნები რომ ესე ვიზამ, როცა უნები რომ მე ესე გავაკეთე და ეს იცი შენ. და მაგალითად არ არსებობს ძალიან რაიონი, სადაც ჩადიხარ რეგიონი და ადამიანები მე მინდა რომ მოგრძალებული ვიყო ამ გადარჩენილ და ამ სპეკულირება მძულს ამ თემებით, მაგრამ მან იცის კაცო იმ დღეს ქობულეთში რო ვიყავი, ერთ-ერთი ქართული ოცნების ამორჩეველი მეუბნება რომ ჩვენი მეზობელი ხო იყო აქ. ანუ მან იცის ძალიან კარგად რომ ჩვენი მორალური სტანდარტი არის არა ის რომ მარტო ნაცი გახარიას ახალგაზრდული ყველაზე მეტი ბენეფიციარი იყო ნანუკას ფონდის სტუდენტურ პროექტში, იმიტომ რომ ბავშვები სწავლობდნენ, კარგები იყვნენ და არ იყო ეს ნაცი ქოცის ჩერჩევით, როდესაც სტუდენტურ დაფინანსებაში საცხოვრისი და სწავლა 400,000 ლარზე მეტი დახარჯა ფონდმა. და ზუსტად იგივე მოდელი შექმნა მინდა აქაც. იქ არიარსებებს ჩემი შენი. და ამაში ძალიან მალე დარწმუნდებათ, როგორი ამბავია, იცი? ერთ-ერთი ჭკვიანი ადამიანი სადღაცო ვიყავიო რაღაც შეხვედრაზეო და სანამ მეორე სოფელში ჩავედი სვანეთში იქ ამბავი დამახვედრესო. ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის. მაგიტოა მოდება რომ ფლაიერი კი არ უნდა მიხვიდე და ფლაიერი კი არ უნდა სავარაუდოდ ისიც გააზრებული აქვს რომ ხელი შეშლაც იქნება, მაგრამ არა უშავს, გაუცინე და წავა ხა ძალიან მარტივი ამბავი ხა ჩვენ ქვას არავის ვესვრით უკან. და თან როცა მიდიხარ წყალტუბოში რატო არ იყო არც ერთი ინციდენტი, ბუშტებით დავდიოდი და ბუშტებით რომ ხედავდნენ ქვას ვეღარ მესროდნენ, უტყდებოდათ რა ხა როცა დადიხარ პოზიტიური რაღაცა აქციით, ბავშვებით სადღაც, ანუ აღარ გეჭყუბება რა, იმიტომ რომ არ მოსწონს მე წამგებიანია მისი კამპანია და შესაბამისად ფლაიერი სადღაც და წაიკითხე და წამოხვედი კი არა, შეხვედი დაჯექი მე ჩემი გამოსვლებით არ მომჭამესვი, ელაპარაკე, გეტყვის მე არ მომწონს ქოცი ვარ, მქონია ეგეთი შეხვედრები, მაგრამ მაინც ელაპარაკე. მოკლედ ძალიან მაგარი პროცესია რა და ვინც ამ პროცესით სიამოვნებას იღებს და ვისაც ეს პროცესი მოსწონს, მე ვფიქრობ რომ ის შედეგსაც დადებს რა. ხო, აი რეფორმატორების საბჭოს რაც შეეხება, რაღაცა პირველი 3 ნაბიჯი შეიძლება გაგვანდო რა შეიძლება პარტიაში. პარტიაში ეს რეფორმატორების საბჭოში ეს როგორც ის მუშაობს შიდა რეფორმებზე, იმიტომ რომ სტრუქტურული ცვლილება მაგალითად არის სუნთლიანად თანამედროვე აღმასრულებელი ხელისუფლების პოინტები რა, ძალიან ბევრია, უნდა შემცირდეს რა და უნდა გახდეს smart და მობილური. მაგალითად, რაღაც კონკრეტულ საბჭოებში გადაწყვეტილების მიღები რამდენია, ფორუმის შედგენის ფორუმის არ შედგა ხო არ უნდა იყოს პრობლემა, როცა გინდა რომ მარტივად გადაწყვეტილება მიიღო. იქაც უნდა გახდეს ისეთი მობილური ჯგუფი, რომ გადაწყვეტილება მარტივად მიიღონ. რეგიონების გაძლიერება, აი მარტივად აქამდე აპრობირებული ფორმა, რომ რეგიონებში იყო ოფისები, არასწორია. იმიტომ რომ ოფისში მიდიხარ, დგება პირიქით, უნდა გაკეთდეს სხვა ფრონტები სახლებში. ახალგაზრდები, არა მარტო ახალგაზრდები, ძველგაზრდები, მაგრამ უფრო მეტად ახალგაზრდები, რომ ახალგაზრდა უფრო მოქნილია, შტაბს უფრო მარტივად აქცევს ფუნქციურად. მათ სახლებში უნდა გაკეთდეს შტაბები. მე ამ მათ სახლებში შტაბები რაღაცა ადრე ბანაკის პრინციპები რო იყო, ხო? იცი სამეზობლოში თავშეყრის ადგილი რო იყოს, მაგრამ ყიფიანმაც თქვა იგივეს ვაპირებ კონკურენტიც. ვიტყვა? ვიქტორ ყიფიანმა. დაახლოებით ეგეთი რაღაცის, ეგრე უნდა ავაწყო რეგიონალური ქსელიო. დაახლოებით. ესე? ნუ ძალიან კარგი, ყოჩახი. არა ისე რომ ოფისები, ხო, სახლებში, სხვანაირად გამოვიყენებ ტექნოლოგიებს რაღაცა. კი, ზუსტად ეგ არის, მეც მან ვფიქრობ, ყოჩახს მიხარია რომ აი რაღაცა თანხმდრა გვაქვს. რატო? იმიტომ რომ არასწორი ხარჯია იმ ოფისში. მე არა, ცუდი არ თქვა. ბიზნეს ადვოკატი რაღაცები არ უთქვა? კაია. არა, კაც რა ბიზნესა. ანუ შესაბამისად ეს ისეთი ამბავია რა, ძალიან ეფექტური იქნება. მე ამ ცენტრს, სხვა ცენტრად, აი ნატოს საინფორმაციო ცენტრს ხსნიდი თავის დროზე და სხვათა შორის ნატოს ცენტრის სახელმწიფო დანიშნა, მაშინაც არა კომპეტენტრო თვლიდნენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ეფექტური კამპანია მაშინ მქონდა. მაგალითად კოდორში და რეგიონებში პოლოვდით ინგლისურად მოლაპარაკე ბავშვებს, აი ხა ის მაშინ რა იშვიათი იყო, იცი მე გელაპარაკები 2007 წელზე, 8-ზე. 7-ზე უფრო. მოკლედ, ამბავი იყო ის, რომ იქ ადგილობრივები ხსნიდნენ ამას და აბსოლუტურად სხვა ცოცხალი რგოლი იყო. ის კი არა რომ მივიდა გახსნა და დაჭდა. ანუ აპრობირებული ეს გვიკეთებია უკვე, ახალს არ ვიგონებთ ახალ ველოსიპედს. მერე არის სხვადასხვა შინაარსის აქციების დაგეგმვა. ხო, ყველაფერს არ ვიტყვი, მე რეკებიანმა არ მიყუროს და არ დამასროს, მაგრამ აი, ხო, კონკურენცია, მაგრამ ივენთები დავარქვა. ხო, სხვადასხვა ტიპის ივენთების გაშლა რეგიონებში, გვინდა რომ აჭარიდან დავიწყოთ, როგორ ჩამოვლით აჭარიდან, რა შინაარს შევთავაზებთ, ვისთან ერთად გავშლით ამ ბოლოს, სხვადასხვა წარმომადგენლები გვეყოლება, მათ შორის პარტიის ისეთ წარმომადგენლები, ვისთანაც უკვე შეხვედრა მქონდა, მინდა რომ ინტეგრირდნენ, იმიტომ რომ სწორი კომუნიკაციის ფორმა აქვთ, იციან ხალხთან ლაპარაკი, მათ შორის რეფორმები ჩაუტარებია, წარმატებული არა მარტო ამ ქვეყანაში, არამედ ქვეყნის გარეთ და ამ ტიპები შემოკრება გვინდა და თქვენ რომ გვემეგობრეთ და ჩვენ შევქმნით ამ მოდელს. კიდევ გვაქვს საინტერესო იდეა. რეგიონალური ქსელისთვის
სულ მაგას ყველა სოფელში შეუძლებელია რომ ჩახვიდე რა. აუ არ თქვა რა. არ თქვა ჩვენ გვინდა 355 თა ესეთი ცენტრალური დასახლება სადაც უნდა ჩახვიდე. აი ეგ კვანძები ესე თქვა. საერთოდ შეიძლება ირგვლივ არის 10 სოფელი და რაღაცა შუაში კვანძია ესე თქო. ხო, თუ პატარაა და იქ რაღაცა ორი კაცი ცხოვრობს, ორი ოჯახი ცხოვრობს, ან ასე შემდეგ შეგიძლია რომ სადღაც იქიდანაც აი როგორ ვერ წარმომიდგენია ხოლმე, ყველგან ვერ მიხვალ, მაგრამ მიხვიდა რაღაც ეგეთ კვანძებს, ან რაღაც დიდი კუნძულები უნდა აიღო, ეხა დიდ ქალაქებში 355 ადგილი დავთვალეთ. ხო, ან დათვლი მაგას კი გეკითხეთ. და აი მაგალითად არის რაღაცა 5 კილომეტრი აქედან იქამდე შენ ივენთამდე. ხო. აი ამათ რას უშვები, როგორ მოიყვან ფეხით წავალ. არა, ფეხით წავალ მე ჩავალი. არა, ის რო აქ აი რაღაცა კუნძული გაქვს, ირგვლივ არის 10 სოფელი და აქედან არის მოსასვლელი აქ. არ მოვიყვან ამას, ავდგები და დავივლი ამას. დავივლი ფეხით. სიტყვას გაძლევთ და დაიმახსოვრეთ ეს ეთერი. ეს ეთერი დაიმახსოვრეთ. დროის დეფიციტია თორე მაგრამ არსებობს ასევე მე ვეძახი ხა მაინც ჟურნალისტი ვარ და ჩემებურ სახელებს ვარ, არ ვიცი ხა ამას პოლიტიკოსები რას დაუძახეთ, მაგრამ თემატური აქციები დავარქვი რა. არის თემატური აქციები, სადაც რაღაცის შეტანა გვინდა თემატური. იქ ეხლა იქ მოვა შენთან, იმიტომ რომ იქ ისეთ ველს შექმნი და ისეთ რაღაც სანახაობა შექმნი, რომ იქ უნდა მოვიდეს. ახალგაზრდებისთვის მიზიდულობის წერტილი შეგიძლია გააკეთოს, სადაც არასდროს არაფერი არ ხდება. ჩაუტანო რაღაცა. აი ზუსტად. და იქვე მე კი, ან ჩაუყვანო, ან რაღაცა და ეს გააკეთო ერთის მხრივ თემატური ახალგაზრდებისთვის, მეორე თემატური ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც სოციალური პირობები არ აქვს. ერთანაც რაღაც კომუნიკაციას აპირებ, ხო. რომ მარტო ნანუკა ვერ ხო მესმის, შენ კი, მაგრამ ადგილობრივი შეიძლება მოგიწიოს რაღაცა ერთი მიმართულება კახეთში იყოს, მე მიმართულება გურიაში იყოს და არო, ეგ ეხა ფაქტობრივად საარჩევნო კამპანიის წონის კი. ხო, საარჩევნო კამპანია დავარქვათ. ამას მე არ მომწონს ამას, რომ პოლიტიკური კამპანია დავარქვით ჩვენ. არ მომწონს საარჩევნო კამპანიას, რომ ჩემი აზრით პოლიტიკური სტრუქტურა იქნება ეს მოძრაობა თუ არ ვიცი ეხა ასე უნდა იყოს. ხო და აი მიჯო. და მე მინდა ასეთი პოლიტიკოსის ნახვა. როგორი პოლიტიკოსის ნახვაც მინდა, ეგ მოდელი მინდა. აი რა მაწუხებს მე ხა ეს ამათ ხო არის საყვედურებად ეს ამბავი, მაგრამ ბიჭო, ამდენ რო იწვალე, წარმოიდგინე რო იწვალო, ხა ამდენ ჩახვედი იქ და ელაპარაკე პოზიტივით წამოიღე და გიყალბებს თავიდანები. ანუ ისეთი საარჩევნო სისტემა რო გააქვს, რომელზეც ჩვენ თვითონვე ამბობ, რომ აი მაინც არ მივიღებ მონაწილეობას. ანუ რა ძალიან რა სიტყვა გამოვიყენო, მურტალია. ამბობცდა ეს სიტყვა. ისე თქვა კიდე და მივხვდით. ხო და რა ვიცი, იმიტომ ჭრის უმაკ თემას, რომ ანუ რაღაცებს წვალობ, აკეთებ და ბოლოს საარჩევნო სისტემა ისეთი რაღაცა ჩვენ თვითონ ამბობ, რომ მაგას თვითონ მასშტაბი ექნება, რომ უბრალოდ აი რავი, სუსი და შსს დარჩება მარტო და აქეთ რავი, ხალხი იქნება სულ, აი 10% ხარდამჭერი ვიღაცების, აი ბოლო-ბოლო ცოტა კეთილად ხელსაც გადაუგრიხავ რა რაღაც მომენტში რა. საარჩევნო უბანთან. ხო. უბრალოდ არ მიცემ საშუალებას, რომ რაღაც ქნას. და მათ შორის მე ვარ დარწმუნებული მიშას პროპაგანდის ნაწილში სხვა რეალობა შევქმნით. ერთია რას წერენ Facebook-ზე, მეორეა პროპაგანდა როგორ მუშაობს კარგად. მათ შორის ჩვენებსაც ითრევს, როგორც უკვე გითხარით და მესამე რეგიონები. შესაბამისად ამ რეგიონებიდან ძალიან კარგი ხიდი გვექნება, რაღაც იდეა მაქვს და მე მგონია რომ ესე ძალიან კარგი გამოვა რა. მოკლედ, დიდი მადლობა. თქვენ მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩემი პლატფორმა და თქვენი პლატფორმა ჩემთვის ძალიან ჰეტრიკი შეიძლება მოხდეს გააჩნია რა ხელა ტალღას ააგო. ვეცადეთ უფრო იმაზე მეტად კრიტიკულები ყოფილიყავით, ვიდრე პოლიტიკაში ესე ახლოს მისულ ნანუკამდე ვიყავით. სწორად ჩამოყალიბე, იმ წინა გადაცემაში ნაკლებად კრიტიკულები ვიყავით. წინა გადაცემაში ფაქტობრივად ეხა ისე ვიჯექით რა. ჩაიდავლიეთ რა. ხო. არა, აქეთაც ხო საინტერესოა. რა გენაღლება თუ რამე ნაციკალები მე დამწყებიან ის კაი ბიჭია თქვენ. მოკლედ, დიდი მადლობა წარმატებები, სავარაუდოდ ვერით ახალ სახეებსაც თქვენთან, ხო? კი. რომლებიც რამდენიმე და მე აქვე მინდა თქვენს მაყურებელს უთხრა, რომ ჩვენი კარი ღია. ყველასთვის არ აქვს მნიშვნელობა 5 შემოხაზე 4 9 თუ 25 მთავარი 41 ხო? ანუ 41-ის თუ შემოხაზე გადაფასება. ხო, ზუსტად. და მოკლედ ღია მივიღებთ რჩევებს, იდეებს და მოკლედ ჩვენ ეხა წინასწარ არ ვეპატიჟებთ, არავის კი არ ეპრიქტი გეპატიჟებთ, მაგრამ შემდეგ დღეებში, თვის განმავლობაში დაგრწმუნებთ, რომ ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი თანამგზავრობა. კონკურენტება ხა და ბიზნეს ცოტნე გეკონკურენტ ახალგაზრდულ ამბავში, თან პოლიტიკაში რო არ უნდა ისე. ხო, ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა მაინც მეტნაკლებად და შესაბამისად გელოდებით ყველას და თუ მოგეწონებათ ის კონტენტი, რასაც შევქმნით, ის შინაარსი, ის ვიზუალი Welcome. კარგი დღეა ყველასთვის. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.